მოგესალმებით, დავბრუნდით შემდეგი ეპიზოდით. ჩვენი სტუმარია დღეს გიორგი ნონიაშვილი, ჰიპ-ჰოპის აღმასრულებელი პროდიუსერი. როგორ ხარ? ძმაო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ხო ხარ ჰიპ-ჰოპ განწყობაზე, როგორც ყოველთვის. მაგრამ თავად ჰიპ-ჰოპი ხარ შენ და როგორ არ უნდა იყო მაგის განწყობაზე. I am hip-hop. აბა, რა სიახლეები გვაქვს? ჩემი სახელია გიორგი ნონიაშვილი. ბოლო რამდენიმე წელია გადავწყვიტე ინდივიდად პოზიციონირება და მას შემდეგ მოღვაწეობ ფსევდონიმით Flawless პრონაუნსის შემდეგი, რომელიც ინსპირირებულია ჰიუსტონელი აცკარდაცვლილი MC-ს პირის აპარატისგან, UGK-ის ერთი ნახევარი, Pimp C, RP2, Sweet James Jones, visionary ადამიანი. ჩემს სახელს ჰიპ-ჰოპში უკავშირდება არაერთი კონტრიბუცია 15+ წელი საქმეში. თუმცა ვთვლი რომ ოფიციალური ათვლა ჩემი მოღვაწეობის იწყება 2012 წელს, როდესაც აბსოლუტურად სხვა მიზნით ჩამოვაყალიბე ჰიპ-ჰოპის გამოცემა, წყარო, ერთგვარი Daily Hip Hop News-ი და მას შემდეგ დაიწყო ჩემი მოღვაწეობა განვითარდა არაერთი მიმართულებით ჰიპ-ჰოპში. მათ შორის მე ვარ დღემდე ერთადერთი ტიპი, რომელიც ჰიპ-ჰოპ ალბომების რეცენზიებს წერს. და აი მსგავს პოდკასტში გამოჩენა ჩემთვის პირველ რიგში ემსახურება აი ამ ჩემი აზრით მნიშვნელოვანი თემების ამოტივტივებას, რომელიც ხალხთან წერილობით შეიძლება არ მიდიოდეს, მით უმეტეს ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ. მოკლედ 2018 წლიდან, როდესაც ალბათ პირველი ჰიპ-ჰოპ ჟურნალისტი ვიყავი, იმ დროისთვის არსებობდა მუსიკალური გამოცემა Pop Music, სადაც მებარა ჰიპ-ჰოპი და ზუსტად აი ამ პერიოდში დავიწყე პროფესიონალური კრიტიკის გაცემა და ვეცადე კრიტიკის მიმღებლობის დამკვიდრება საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ კრიტიკა განვითარების აუცილებელი ასპექტია და შაქარი ყოველთვის მავნებელი არის. გარკვეულ თაობებთან ყველაფერი დაგვიანებული იყო, უკვე ჩამოყალიბებულ პიროვნებებთან ყველაფრის ირგვლივ ზოგჯერ დაძაბულობა მოყვებოდა ხოლმე. მიუღებლობა იყო ხშირად აი ჩემი თაობის ირგვლივ. თუმცა აი ჩემი შემდეგი თაობის არტისტებში ბევრად მეტი მიმღებლობა არის და მიხვდნენ გაიაზრეს ამ თაობამ თუ რას ემსახურება კრიტიკა. დავიწყოთ იქიდან, რომ ადამიანი რომ იცლის და შენი შემოქმედების ირგვლივ პროფესიონალურ კრიტიკას წერს, იხარჯება და ასე შემდეგ, ეს უნდა მიიღო როგორც კომპლიმენტი. თავისთავად, კი. რადგან ადამიანი შენში რაღაც კარგს ხედავს, მნიშვნელოვანს ხედავს და იხარჯება შენს ირგვლივ, თუმცა ამის პარალელურად ცდილობს გულწრფელად, რომ რაიმე საკითხი გაუმჯობესდეს. ამას ემსახურება კრიტიკა. თავისთავად. რა გვერდით თვალი ყოველთვის შეამჩნევს რაღაც ისეთს, რასაც თვითონ ვერ ხედავს. შენ ვერ ახერხებ. კი, თავისთავად. ძალიან აუცილებელია. თუ აწარმოებ კონტენტს, გინდა ჩაწერო ვიდეოები, განავითარო შენი პირადი და ბიზნეს ბრენდი, მაშინ podcast Corner Studio ზუსტად შენთვისაა. ადგილმდებარეობა გახლავთ მაქსიმ გორკის 11 ნომერში, შეგიძლიათ დაჯავშნოთ საიტზე, რომელსაც მივუთითებ აღწერაში, გადადით ლინკზე, მობრძანდით და დაგვხვდებათ აქ იდეალური გარემო, კომფორტული გარემო, პროფესიონალური აღჭურვილობით და აპარატურით. მაინტერესებს აი ხა ეს საერთოდ ეს ყველაფერი ძალიან დასაფასებელია, ჯერ მარტო იმიტომ, რომ არ არის იოლი ეს ყველაფერი აკეთო. მე ვაანალიზებ და ვაცნობიერებ, იმიტომ რომ ამ Daily Hip Hop News მოვყვები უკვე ჯერ კიდე სკოლაში ვიყავი რა. ანუ მე დღემდე აქტიური მომხმარებელი ვარ მაგ გვერდის და მაქედან ვაანალიზებ, რომ ამის მართვა მოითხოვს არა
რეალურ ძალიან დიდი ოდენობის როგორ თქვა ენთუზიაზმს. იმიტომ რომ ეს ხო რეალურად ხო შენი საქმიანობაც არის და ამან უნდა რაღაც მონეტიზაციაც მოახდინოს და ფაქტიურად ვქნიდი პრეცედენტს. ხო, მონოპოლია ისე რომ დავარქვა ჭყალებში. მე არ მინდა მონოპოლია პირიქით. მირჩევნია არსებობდნენ კონკურენტები, რომლებიც პირიქით რაღაც საკითხს ისე დამანახებენ, რაც წეგან ვისაუბრეთ, რომ შეიძლება მე ვერ ვხედავდე ეგრე და აი კონკურენტმა გააკეთოს. კი. იგივე, რასაც მე ვაკეთებ, იმ ფორმით, რასაც მე არ მიფიქრია და კონკურენცია აუცილებლად ხარისხს და სტანდარტს მაღლა წევს, ანუ ერთმანეთს გაზრდით. არსა, რა თქმა უნდა, არსად არც ერთი მიმართულებით, სადაც ვახსენებ სიტყვა პირველს, არ მინდა მსმენელმა ისე გაიგოს, რომ ამის მიკერება მე მიხარია, ანუ ეს ფაქტია, უბრალოდ ფაქტია. პირიქით მე მირჩევნია მეორე ვიყო, მესამე ვიყო და უკვე გაკვალულ გზაზე ვირბინო მარტივად, ვიდრე ვიყო პირველი და ბევრად რთული იყოს ამ გზაზე სიარული, კარებზე კაკუნი და ასე შემდეგ და ამ ყველაფერთან ერთად ფორმირება არის საინტერესო ამ ყველაფრის. ეს ჩემი ვნება ჰიპ-ჰოპის მიმართ იმდენად გულწრფელი იყო, რომ მხოლოდ ეს მომძრავებდა და არ ვიცოდი საბოლოოდ ეს ყველაფერი სად მიმიყვანდა, რა სახეს მიიღებდა საბოლოოდ. ანუ ბუნდოვანი ჩანდა მომავალი. ანუ აბსოლუტურად. ლოგიკურიც. ეგ გვერდი, რომელიც 2012 წელს შევქმენი მხოლოდ იმიტომ, რომ აი მანამდე, როდესაც 2000-იანებში ინტერნეტი გაჩნდა, მეტად ხელმისაწვდომი გახდა, აი მაგ დროს იყო ვარეზები, პირატული საიტები, სადაც მიდიოდა ერთგვარი ფორუმები, სადაც მიდიოდა დისკუსიები, განხილვები, გაცვლა, გამოცვლა, ალბომების თუ არტისტების ჩანაწერების ასე შემდეგ, მაგრამ რაც თავარია, აზრს ვცვლიდით ერთმანეთში და იყო ძალიან კარგი community, ანუ არაერთი იმ დროისთვის პოპულარული MC International ხო, რა თქმა უნდა. არა, ქართულ ბაზარზე ვსაუბრობ. კი. და მე რაღაც პერიოდში ეგ ვარეზები დაიხურა და გაჩნდა ძალიან დიდი დანაკლისი რა, ანუ ძალიან დიდი გეფი გაიჩნდა. აქვე ვიტყვი რომ ჰიპ-ჰოპს ჩემი აზრით დისკუსიაზე მეტად არაფერი არ უხდება. აი ბარბერშოპების კულტურა რაც არის ამერიკაში, აბსოლუტურად მაგის გამოძახილი არის რა. და შესაბამისად აი ამ დიდი გეფის ამოვსება მინდოდა და ამასობაში ფეხს იკიდებს Facebook-ი საქართველოში. და უბრალოდ გადატანა მინდოდა ვარეზიდან Facebook-ზე მაგ ყველაფრის, სადაც გავაგრძელებდი დისკუსიებს, განხილვებს, მიწოდებებს, რჩევებს და ასე შემდეგ. თუმცა საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა ჩემგან წაიღო იმაზე მეტი რესურსი, პირველ რიგში ადამიანური რესურსი და დროის რესურსი, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ამ ყველაფერმა შეიძინა პროფესიონალური სახე, სიახლეების მიწოდების ფორმატში, განხილვების ფორმატში. იგზნობოდა. არაერთი ათეულობით MC შემიძლია ჩამოთვალო და მემორებით დავადასტურო ეს ყველაფერი, რომ აი სანამ ისინი კონკრეტული ტიპები პოპულარობას შეიძენდნენ და მაგის მერე დაიწყებდა ქართული ლოკაცია მათ მოსმენას 3-4 წლით ადრე ეგ არტისტები მე როგორ თქვა რეკომენდაცია გამიწევია ხოლმე გვერდის მეშვეობით რა ვეი ფრედი გიბსიდან დაწყებული და აი შეიძლება ეხა სასაცილო ჟღერდეს ეს ყველაფერი, მაგრამ იგივე იყო კენდრიკ ლამარზე რა. აი ერთ-ერთი პირველი ბოლოს წინა ალბომის ირგვლივ როცა კრიტიკა მოვაყოლე კენდრიკ ლამარის ალბომს, საზოგადოება მისე გაიგო, რომ თითქოს მე კენდრიკის მენელი არ ვარ, ამ დროს Day One-ის მენელი ვარ და ზუსტად მაგიტო ვაკრიტიკებ, რომ ეგ ტიპი ჩემ თვალ წინ გამოჩნდა, გაიზარდა, განვითარდა და თან ესენი ჰედები იყვნენ თუ არ იყვნენ? არა. ანუ მე ვსაუბრობ უკვე აი Daily Hip Hop News-ზე განვითარებულ მოვლენებზე, რომელსაც ყავს შეიძლება 16 წლის გამომწერი, რომელიც კენდრიკ ლამარის გულშემატკივარია და იცნობს ალბომიდან Dem, მაგალითად. პირადად შეეხო ისე რა, მტკივნეულად, მაგრამ რეალურად ჯანსაღი კრიტიკის კი, იმიტომ რომ ახმაც ხო ერთია ტიპს იცნობდე ბოლო ორი ალბომით, მაგრამ მეორეა, როცა შენ თვალ წინ ჩდება ტიპი, ვითარდება, გიწესებს რაღაც სტანდარტს და შემდეგ აი ამ სტანდარტითვე უდგები მის შემოქმედებას. კი, შენ მაგის ჰაიპი, მაგის გახსოვს, შენ იცი მაგის მაქსიმუმიც იცი და მინიმუმიც იცი და იმით აფასებ, მაგრამ ეს ვერ ხდება. ბრალი არის. ამას გონია რომ სუბიექტურად აფასებ. კი ბატონო. თავისი ბრალი არის რა, იმიტომ რომ სტანდარტს აწესებს თვითონვე. ხო, თვითონ დადო. To Pimp a Butterfly დადო ალბომი, აი ამის შემდეგ Mr. Moral ჩემთვის კენდრიკის სტანდარტი არ არის.
და ანუ უბრალოდ ვამბობ პირდაპირ ამ ყველაფერს, ანუ არ არსებობს სახელები, ჩემთვის არსებობს ხარისხი, არსებობს მუსიკა და პირიქით თო ვინც გევასება იმის მიმართ ყველაზე კრიტიკული უნდა იყოს. ანუ მეგობრობაც მაგას ნიშნავს შემთვის, რომ თუ ადამიანისთვის კარგი გინდა, უეჭველი უნდა მიუთითო, რომ თავისთავად. აი ეს სხვაგან არ ქნა და ჯობია მე და შენ შორის მოგვარდეს რა. კი. კრიტიკული აზროვნება უმნიშვნელოვანია. ამას დაემატა მე უკვე წერან ნახსენები მუსიკალური გამოცემა, ანუ ეგრე განვითარდა ჩემი. ანუ ამ ყველაფრის პარალელურად გადაყვეთა მაგ არაერთ ქართულ არტისტთან, ანუ გაცვლა გემონების, მუსიკალური ინტელექტის გაღრმავება, ჩამოყალიბებები და ასე შემდეგ რა. თუმცა აი ამ მუსიკალურ გამოცემაში მუშაობამ ჩემში კიდევ უფრო მეტი პროფესიონალიზმი, მუშაობის ეთიკა მოიტანა და კიდევ უფრო სხვა პერსპექტივით შევხედე ჩემს მოღვაწეობას. ეს გაამყარა ჩემს მიერ ნათქვამმა რეცენზიებმა არაერთ პროექტში, წარმატებულ პროექტში ჩართულობამ, კულისებიდან ჩართულობამ და ზოგადად 2012 წელს ვახსენებ უკვე მე რამდენად და მას შემდეგ აი ესე ინდივიდად დაახლოებით 10 წელი არ პოზიციონირებდი. აი იმ დღეს ვიბაზრეთ მე და შენ და გითხარი რომ I don't do it for fame. I do it just for numbers lie. ხო, ანუ უბრალოდ ჩემთვის ვაკეთებდი, ეს იყო გულწრფელი ნება რა და while passion overtakes me მე აკვარ ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას და აი ბოლო წლებში უკვე აი როცა ეს ეტაპი გავიარე, ამის შემდეგ კიდევ უფრო სხვა ფორმა მიეცა ჩემს შემოქმედებას, დავიწყე ახალგაზრდა არტისტებთან მუშაობა, ვინაიდან უკვე ჩამოყალიბებულ არტისტებთან მეტად რთული არის რაღაცების გავლა და გადააზრება და გადაფასება მნიშვნელოვანი ასპექტების და ეხლა იდეაში ვეძებ ახალგაზრდა ნიჭიერ ტიპებს, რომელსაც ანუ გზას უკვალავ ასე. კი, ვცდილობ რომ მიმართულება მივცე და აი what the culture stands for. ხო, აი მაგაზე მინდოდა გადასვლა. ეს ავუხსნა და ანუ რას ძენს ჰიპ-ჰოპს ვალიდაციას. მე ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ქართულ რეალობაში არის ეგ, რომ აბსოლუტურად მოწყვეტილი არის უდიდესი ნაწილი ქართული ჰიპ-ჰოპის ფესვებს და თუ ფესვებს მოწყდები, მე ვფიქრობ, შენი ნებისმიერი ქმედება არ არის, როგორ თქვა, ვალიდური, real shit რა, იმიტომ რომ ანუ ძალიან მარტივად ტიპები, რომლებიც ჟანრის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს მონაწილეობას იღებდნენ, ის ხალხი ამბობს, რომ respect the roots and create your truth, my nigga. Yeah. ჯერ უნდა სცე პატივი ფესვებს, იმიტომ რომ პირველ რიგში მათ გამო შეგილია შენ ეხლა გარებო. მათი მოღვაწეობის და აი რა ვიცი ძალიან ბევრი კონფლიქტის და ასე შემდეგ და შენთვის ამ ახალი თაობისთვის ბევრად მარტივი ხდება ის გაკვალულ გზაზე სირბილი. და ეგ ხო არ არის გარდამტეხი, ანუ იმაში, რომ აი მთავარ განსხვავებაში ამ ორიგინატორებსა და აი real one-ებსა და fake one-ებს შორის, რომ ეგ რუც ვინ მოწყდა, ან ვინ არ მოწყდა, მაგას ხო არ. კი, ზუსტად ეგ არის განვითარება რა, მაგ ყველაფრის. ეგ მოიტანა რეალურად ჰიპ-ჰოპის კომერციალიზაცია. აი ჟანრის ორიგინატორები, როგორებიც მაგალითად KRS-One არის, ამბობენ რომ 79 წელს 1979 წელს გამოჩნდა პირველი კომერციულად წარმატებული ჰიპ-ჰოპ სინგლი Rapper's Delight. ამასთან ერთად აი ამავე ტრეკის ირგვლივ ფიქსირდება პირველი მოპარვის ფაქტი, ანუ მოპარული ვერსიის ფაქტი და როცა ანუ ძალიან easy listening hip-hop-ი იყო ისედაც რეალურად მაგ დროს, კომერციულად წარმატებული როგორც კი გახდა ეს სინგლი, ცხადია დაინტერესდა საზოგადოება, რომ აქ ფულის შოვნა შეიძლება. ანუ
მე ვგულისხმობ გარე საზოგადოებას და არა უშუალოდ იმ MC-ებს, DJ-ებს და ასე შემდეგ, ვინც ფორმირებაში მონაწილეობდნენ ჟანრის. და დაიწყეს 80-იან წლებში Bronx-ში, Queens-ში, ანუ Brooklyn-ში მოძრაობა და ქუჩებში ტიპების შემჩნევა, სკაუტინგი, ვის შეუძლია კარგად ბაზარი. კი, და მოკლედ რომ თქვა, ამ დროს უკვე შემოდის ლეიბლის ცნება ჟანრში. პირველად. კი, 79 წლიდან 80 წლამდე, აი ამ გარდამავალ წლებში უკვე შემოდის ლეიბლი და ცხადია, რომ ლეიბლისგან შეთავაზება არის ფინანსური სარგებელი. თუმცა ლეიბლი გთხოვს, რომ შენი მუსიკა იყოს ბევრად easy listening, უფრო მასიური, მასშტაბური, რომ გახდეს viral და ანუ ფული რაც შეიძლება მეტი დაიწეროს. სოფლიოს მოედოს ერთის. კი, და აი ამან გააჩინა იმიტატორები, ანუ real ones, ვინც არის ორიგინატორები, ვინც არიან ეგ ტიპები დღემდე ქუჩაში დგანან. ქუჩაში დგომას არ ვეძახი სიღატაკეს, არ ვეძახი underground-ს გულისხმობ, ხო? კი, გულისხმობ underground-ს და რეალურად რაც არ უნდა mainstream-ი ტივტივებდეს ზედაპირზე, ჟანრის ამინდს ყოველთვის განაპირობებს underground-ი. იგივე ხდება დღეს ჩვენ თვალწინ ნიუ-იორკში, როცა გამოჩნდა 2012 წლიდან Rock Mars-ის დამსახურებით, რომელიც შემდეგ კიდევ უფრო ახალ საფეხურზე აიყვანა West Side Gun-მა და Griselda-მ. ეგ ყველაფერი რეალურად underground მუსიკა არის. ეგ ყველაფერი არ არის easy listening, ეგ ყველაფერი ციფრებში საისახება და ასე შემდეგ, მაგრამ ამბავი ის არის, რომ ეგ underground მუსიკა ტიპებმა თავისი ვნებით აქციეს mainstream-ად. კი. ანუ საკუთარი mainstream-ი შექმნეს. მაგას ძალიან დიდი ის უნდა რაღაც, ნიჭიც უნდა რა, talent-ი უნდა და მართულება, მიმართული ტიპი უნდა იყოს. რამდენი ფაქტია, რომ აი ეს ანდერობა ბევრს დაუთმია რა, ეს real one-ობა და გაბაბსავებულა რა. ძალიან დიდი ცდუნება. რამხელა მანიშოვება, ხო? აი ეხლა მაგ ტიპებიდან რამდენი მაგსენდება ეხლა და რეალურად დაიწყო. real one-ის რო აწובה და ამ დროს კი ბატონო, აი იმ 91 წელს შემდეგ გამოდის პირველი ჰიპ-ჰოპ ალბომი, რომელიც უკვე ალბომზე არის საუბარი, რომელიც კომერციულად წარმატებული ხდება და მთელი აი ამ 70-იანიდან 80-იანებამდე ტიპები, Grandmaster Flash, Kaz, KRS-One, Kool Herc, აი ეგ ხალხი უკვე რაღაცნაირად განუდგა აი ამ კომერციას, კარგი გაგებით კომერციას რა, კიდევ ვიმეორებ ხას უსვამ, რომ კომერცია ცუდი არ არის. არა, არც მე ვარ წინააღმდეგ. მაგრამ თუ real one-ობაზე გაქვს პრეტენზია. აი Rick Rubin ამბობს, რომ კომერციას უნდა მიაღწიო იმით, რაც შენ გიყვარს და არა იმით საზოგადოებას თუ რა დაკვეთა აქვს შენს მიმართ. ანუ შენ უნდა აკეთო ის, რაც შენ გევასება და ეგ გახადო კომერციული. და არა პირიქით, რაც უმეტესად ეგრე ხდება ხოლმე რა. დავისწავლოთ. ხო და აი დღეს უკვე ვცდილობ, რომ ახალგაზრდა არტისტებს გაუწიო curation, რასაც ქვია, აღმასრულებელი პროდიუსერობა. მოვიკითხავ ჩემ პირველ მეგობარს, Kaz, what up Kaz? და ამასთან ერთად დავიწყე ჰიპ-ჰოპ სემინარების წარმოება. კი, ვღადები. ჰიპ-ჰოპ სემინარები, რომელიც გულისხმობს თეორიულ მასალასაც და სელექციასაც, ეს მე ვგულისხმობ კლასიკური გაგებით სელექციას და არა იმ არასწორი სტერეოტიპით დამკვიდრებულ სელექციას, რაც საქართველოში გვხვდება. საქართველოში სელექცია აუცილებლად DJ სეტი ან რაღაც პლეილისტი გონიათ, რომელიც ტრეკიდან ტრეკზე აუცილებლად გადაბმას გულისხმობს და არანაირი პაუზა არ შეიძლება ტრეკებს შორის. თუმცა სემინარების ფარგლებში ჩვენ პირიქით როცა კონკრეტული თემის ირგვლივ საუბრობთ, სუბკულტურა იქნება, ეპოქა იქნება, მეტიც კონკრეტული არტისტის ირგვლივ ჩაგვიტარებია არაერთი სემინარი. აი ამ განხილვების შემდეგ აუცილებლად აი ამ კონცეპტუალურად შედგენილ პლეილისტს აუცილებლად ვშლით
მეტიც დანსა საზოგადოებას, ჩემებს, ჭიებს ვეუბნები, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი ნებისმიერ დროს გავაჩეროთ და ნებისმიერი შენი შენიშვნა, ნებისმიერი შენი მიგნება გავხადოთ იმ მომენტში ყველაზე მთავარი და აი ამაზე გავმართოთ დისკუსია. და ანუ უშუალო კომუნიკაცია, ინტერაქცია და რეალურად ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ეგ არის, რომ ერთმანეთი გავზარდოთ. მე ყოველთვის ისე ფორმულირებ, რომ ძალიან ბევრი რამე მე თვითონ არ ვიცი ჰიპ-ჰოპზე და შენც შეგიძლია მასწავლო რამე რა. ეს ყველაფერი არის რეალურად აი ერთი და იგივე ინტერესის ქვეშ გაერთიანებული რამდენიმე ტიპი, როცა ოთახში იკრიბება და ფაქტიურად ლაივში ვდგავთ მუსიკას რა და მე ვფიქრობ, რომ მსგავსი ფორმატი ყველაზე კარგად იძლევა ინტელექტის გავრცელების საშუალებას, აი what the culture stands for, აი ნებისმიერ სემინარზე ვბაზრობთ მაგას. რომ აი რა არის რეალური პირდაპირ თუ ირებათ, მაგრამ ეგ პადაჩაა რო იტყვიან რა, ეგ მნიშვნელოვანია. კონცეპტი აი ისე მინდა მოსვლა მეც ერთხელ ძალიან დიდი სიამოვნებით მოვიდოდი რა. სიამოვნებით. კი. აი მოდი ახლა შევეხოთ ჰიპ-ჰოპის წინაპარ ჟანრებს და მათ გავლენას უშუალოდ აი ამ ჟანრზე რა. ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მე კი მგონია რომ ვერ უკვე, მაგრამ ახლა შენ მაინც პროფესიონალი ხარ და შენგან უფრო როგორ თქვა, არ მინდა უხეშად გამომივიდეს პოზიციონირება, თუმცა ჰიპ-ჰოპში არის საკმაოდ ოზით პარაზიტული მოვლენები. კარიერებით პარაზიტული მოვლენები ამ შემთხვევაში. სესხებლობას გულისხმობ, უხეშ სესხებლობას გულისხმობ, რომელიც რავი აი ერთ-ერთი აღება წამოღებას გულისხმობს. აი ესე ჰიპ-ჰოპმა copy-paste, ოღონდ კარგი გაგებით copy-paste. და თან აი იმ პირველ ნაბიჯებში, როცა ჰიპ-ჰოპი ყალიბდება copy-paste. და copy-paste მოდის იმ წინაპარი ჟანრებიდან, როგორებიც ისევ და ისევ აფრო-ამერიკული ჟანრებიდან, აი Ghostface Killah's ბაბუისგან მოდის ეს ყველა, აი Snoop Dogg-ის ბაბუისგან მოდის ეს ყველაფერი, ჯაზისგან მოდის ეს ყველაფერი, ბლუზისგან მოდის, ფანკისგან მოდის, R&B-სგან მოდის, ანუ soul-ისგან მოდის. ეს ყველა უფრო ძველია, ხო? კი, R&B არის იდეაში soul-ის ნაწილი. ერთ-ერთი მიმართულება. გოსპელიც თუ გასპელი აუცილებლად გასპელი და აქედან, იმიტომ რომ Tupac-ის მთელი ალბომებია მაგ დიდესი დოზით ხდება გასპელი ჰიპ-ჰოპში. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ აი ამ ჟანრების რაღაც ნაწილაკებისგან არის ჩამოყალიბებული ჰიპ-ჰოპის სტრუქტურა. არა მხოლოდ, თუმცა აი რითმიკა მაგალითად ჰიპ-ჰოპი რასაც ნიშნავს ჰიპ-ჰოპ, ეგ არის ჯარიდან წამოსული. ანუ აი არ ვიცი ტერმინოლოგია იქ ჯარში როგორ არის, რომ როცა მისამბის ამბავია თუ რაღაც ეგეთი, აი როცა ფეხებს აი ესე ამოძრავებენ ჯარისკაცები, აი რა რითმიკასაც გამოსცემს ეგ ფეხის ბაკუნი, აი ეგ არის ჰიპ-ჰოპ და ეგ არის აი ეს ფუნდამენტი, რაზეც 1974 წელს დაშენდა ჰიპ-ჰოპი. ძალიან საინტერესოა, წარმოიდგინეთ და რა გამოითარება. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ზოგჯერ დამსახურებულათაც, რომ ჟურნალისტების მიმართ ჰიპ-ჰოპის სოციუმი და community წყრალად არის რა, ანუ ნეგატიურ კონტექსტში უყურებს, თუმცა აი, ხშირ შემთხვევაში დამსახურებული არის რა, მათი უვიცობიდან გამომდინარე, ანუ შენი უვიცობით, შენი ფორმულირებით შეიძლება ჟანრს აყენებდეს ძალიან დიდ შეურაცხყოფას. მაგალითად, ძალიან დიდი გამოცემები რა, როგორებიც XXL და ასე შემდეგ არიან, ჰიპ-ჰოპს capital ასოებით არ წერდნენ. ისეთი დამამცირებლები იყვნენ. კი, და ანუ პირველი H-ები ამ სიტყვაში იწერებოდა პატარა ასოებით და ამაზე იყო ერთი რავი, ანუ დავა და ამბები, რომ ანუ და ქიეროსმანი ამბობს, როცა H ეს ამერიკაში ამბობს, ხო? კი, როცა H-ი capital დაიწერა, აი სწორედ მაშინ მიენიჭა ჰიპ-ჰოპს კულტურის ფორმა. და ეს ყველაფერი ხდება 1974 წელს. მხოლოდ ერთი წლით შემდეგ, რაც ჰიპ-ჰოპის ათვლას ვიწყებთ, ანუ 73-დან ვიწყებთ ჰიპ-ჰოპის ათვლას, მაგრამ
იქვე რა ერთ წელიწადში პროფესიით ჟურნალისტი Africa Bambara აყალიბებს გაერთიანება Zulu Nations ადგილობრივ გენგსტა კლანებს იბარებს თავისთან და ეუბნება რომ ამ სტილის ცხოვრება ჩვენთვის უეჭველი ორი გზით ვითარდება ან სიკვდილი ან საპატიმროში აღმოჩენა და დრო ამ ყველაფერს შევეშვათ და ვაკეთოთ რაღაც სხვა და სწორედ Africa Bambara ჟურნალისტ Africa Bambara-ს ხას უსვამ შემოაქვს 4 ძირითადი პრინციპი ჰიპ-ჰოპის love, respect and unity and peacefully trying to have a fun 4 ძირითადი პრინციპი რაზეც ჰიპ-ჰოპი იმ მომენტში დადგა რომ გავაგზელო ეს თემა ბარემ ვიტყვი რომ 73 წელს DJ Kool Herc-მა როცა break beat-ის James Brown-ის break beat-ზე პირველი DJ-ing-ის დემონსტრირება მოახდინა ეგ კაცი წარმოშობით იამაიკელი არის და ფაქტიურად შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ იამაიკიდან მომდინარეობს ეს ყველაფერი არა მხოლოდ გავლენა შეიძლება აბსოლუტურად იქიდან მოდიოდეს და მეტიც როდესაც მაგ პერიოდში პარტები იმართებოდა, ჰიპ-ჰოპ პარტები, ეგ ყველაფერი იყო ამერიკული ვარიაცია იამაიკაში მიმდინარე BEM პარტების. აი სადაც როცა აი Sister Nancy არის ესეთი იამაიკელი შემსრულებელი, რომელიც ძალიან ბევრჯერ გაისემპლა ჰიპ-ჰოპში, მათ შორის ძალიან პოპულარულ ტრეკებშიც, Kanye West-ის ტრეკში მაგალითად და აი ეგ ქალბატონი რომ რაზეც რაც ქვია კომპოზიციას, რა შინაარსიც აქვს კომპოზიციას, ეს BEM ეგ არის რეალურად იამაიკური ჯემი. და სწორედ იამაიკაში ხდება პირველად ჩანაწერის სტუდიური ვერსიის ხელყოფა. ვიღაც ტიპისგან, რომელიც არ ვიცი, манипуляციას ჩადის და ცდილობს დამსა საზოგადოების გართობას. აი ეგ წამოიღო ერთ-ერთი DJ Kool Herc-მა, ასევე იამაიკური ფესვების მქონე ტიპმა 1973 წელს თავისი მეზობლის დაბადების დღის პარტიზე. აი აქედან დაიწყო ჰიპ-ჰოპის ათვლა ოფიციალურად, თორე გამოვლინებები მანამდეც იყო და აი სწორედ ეს გამოვლინებები არის წინაპარი ჟანრები, სადაც ჩვენ შევხვდებით შესრულების მანერებს, სადაც უბრალოდ საუბარი არის. და ეს კიდევ ერთი დეფინიცია არის თუ რატო არ შეიძლება ნამუშევარს, რომელიც უბრალოდ ნასაუბრებია ჰიპ-ჰოპი დავარქვათ. ანუ ჰიპ-ჰოპის ფორმას არ აძლევს ის, რომ შენ ბიტზე ბაზრობ. ხო. ანუ გეთახმები 100% რა. შენი აზრით, აი საერთოდ რამ განაპირობა, რომ აი ეს ჰიპ-ჰოპი ესე მოედო მთელ მსოფლიოს და გახდა წამყვანი ჟანრი დღეს მთელ მეინსტრიმში. მე მგონი ყველაზე წარმატებულიშია, ხო? 2017 წლიდან ოფიციალურად ჰიპ-ჰოპი ყველაზე ხო, სადაც ჩარტა YouTube-ზე რავი, ხო, ტოპშია რა. ანუ რეპერობა უკვე კაი ტიპობაა შეცვალა მაგან. კი. კაი ტიპობაა. კი. აი ეგ არის ზუსტად ის კაი ტიპობა, რომ ნიგერებს უნდათ უბრალოდ cloud chasing, რომლებიც ფიქრობენ, რომ ანუ მე შემიძლია ამ საქმით პოპულარული გავხდე, მე შემიძლია ამ საქმით ფული ვიშოვო. კაინაშები დავკენო. არც ერთი ეგ ტიპი ჩემთვის არ არის real one რა, ანუ რა არის ჰიპ-ჰოპი? რუცთან კავშირი არა. ჰიპ-ჰოპი არის იდეაში მაკავშირებელი რგოლი, აი MC არის მაკავშირებელი რგოლი მსმენელსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შორის. მაშინ რა, როცა ჰიპ-ჰოპი დაიბადა, როცა ახალგაზრდა თაობას არ ქონდა იმის საშუალება, რომ ინფორმაცია მოეძია, იდეაში MC უყვებოდა ამას მიკროფონში. აი გრაფიტი იყო ეგ, აი მატარებელზე ნაწერები, ეხა თუ უბრალოდ სილამაზისთვის და რაღაც ესთეტიკა, შეიძლება კონცეპტიც კონდეს მაგ ყველა, მაგრამ იქ იყო მესიჯის გავრცელება. მუღამი, რომ ანუ აი ან რაღაცა პადაჩა ქონდა რა მაგას რა. ინსტამიერი პროცესების მიწოდება
ან რაღაც ფილოსოფიური საკითხის შენეული გაშლა რა. მოკლედ, აი ყველაფერი იყო ისე ვიტყვი რა, დამაკავშირებელი რგოლი მსმენელსა და აბსოლუტურად გლობალურ საკითხებს შორის. ანუ MC უნდა იყოს განმანათლებელი აუცილებლად. MC-მ რაღაც უნდა შეგძინოს. კი, მართალი ხარ, ორალთ აი რა არის ხოლმე ის MC რა. აი არ ვიცი, აი სულ ისეთი მომენტია, რომ MC როგორც კი დაირქვეს არა ამერიკელმა ტიპებმა რა და MC რაღაც, ხო? ავტომატურად ვინმე ამერიკელს თუ გავაძრობ MC რაღაც აი იმაში მაგდებს გაიგე და ეგრევე იმას მიკეთებს რა ქვია აი რაღაც აი ფეიკვანების თემაში გადავყავარ მე და იმ real one-საც მიყავსავ MC შეიძლება გერმანელიც მიხსი აი ხა ვიღაცა MC შალვა რომ მახსოვს ან ვიღაცა პირობითად და უცებ მართლა MC ტიპი რომ ნუ MC-ს თავისი პრინციპები აქვს ხო შალვა დაიცავს მაგ პრინციპებს ანუ ოკეი ის მას შეუძლია იყოს MC. ანუ MC არ ნიშნავს იმას რომ მაინც ამერიკელი ან ორიგინატორი უნდა იყოს ტიპი და შემდეგ იწოდოს MC რა. აი წერან რო თქვი რომ იმდენად პოპულარული გახდა ჟანრიო რომ ყველას რეპერობა უნდა და MC შალვაც გაიჭირა. აი ეგ არის მარტივი დეფინიცია რაც ნიშნავს MC რაც ნიშნავს რეპერი. კი. აი უკვე ადამიანს არ უნდა გაუჭირდოს real one-ის და fake one-ის გარჩევა იმ არა ვამბობ აქ ჰედებმა იცენაც იციან მე ვიძახი აუდიტორია რომელმაც სიტყვაზე ეს საფუძვლიანად ვერ ერკვევა ხო მარტივია რეალურად გაარჩიო რა ეგ და ცოტა ანალიზი თუ აქვს ისედაც უბრალოდ მსმენელის გაარჩევს თვითონ ჰიპ-ჰოპის მსმენელი რა მე შიგნით არსებობს რაღაც წესები რა რაც განასხვავებს MC-ს და რეპერს აი პირველი რაც ყველაზე მყვირალა ფაქტი არის მაგალითად ანუ რეპერის ტექსტი შეიძლება დაწეროს ნებისმიერმა ტიპმა და ghost writing-ი რო ქვია, ხო? კი, ამის გამო ჩვენ მისი დაკნინება არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ტიპი არ ფორმულირებს როგორც MC. ხო, თავის მე ვარ რეპერი უბრალოდ. პრეტენზიაც არ აქვს, მაგრამ თუ ხარ MC, შენი ტექსტი არ შეიძლება სხვამ დაწეროს, არ შეიძლება ვინმეს გავდე. მაგრამ როგორ გაიგებს ისე ვინ დაუწერა? ghost writing-მა ჩვენ თუ ვიგებთ ესე იგი ხდება რა ანგაჟონვა მაგ ყველაფრის. და შენ რას ფიქრობ? ნახე რა, აი სულ მან მინდა ესეთი კითხვა დავსვა რომ აი ხო შეიძლება ghost writing-ით შემდგარი ტრეკი რაღაცა შედევრად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მე ყოველთვის ვიძახი რომ ვერც ერთი ტრეკი ვერ იქნება შედევრი თუ გულწრფელი არაა და პირობითად შენ თუ მე მიძერ ტექსტს სულ რომ ძალიან მაგრა შევასრულო რანაირად უნდა აღვიქოთ ეს ობიექტურ შედევრად მივხვდი გულწრფელად რა აი იმენა რო ჩემია ხო ნუ მე ვფიქრობ რომ მაგ შემთხვევაში ასხვავებ მაგ თუ გიგრძნობს ის ნაპერწკალი შიგნით რომ ეს არაა ნახტი იცი რა ეგ ღირებულება დაიკარგა რეპში რა ანუ აი ეგ გულწრფელობის ღირებულება რომ ტექსტი ჩემი არ არის და შესაბამისად გულწრფელი არ ვარ აი ზოგადად conscious hip-hop-ი რაც არის lyrical hip-hop-ი რაც არის დღეს ეგეთი მნიშვნელოვანი აღარ არის რა ტექსტებს მნიშვნელობა დიდად აღარ ენიჭება რა და რომც ენიჭებოდეს ხელში რა შეგრჩება ტიპები რომლებიც სიმდიდრეზე ბაზრობენ კარგ ცხოვრებაზე აი Mos-Def-ის live-ზე ვიყავი და ტიპი ბაზრობს რომ ოკეი რა შენ აი ამ იმიტატორობით ორიგინატორებმა რაც შექმნეს აი ამის მოპარვით და გაპაფსავებით ანუ easy listening ფორმირება თუ მოახდინე აი ამ ინოვაციის ოკეი შენ წარმატებული ტიპი ხარ ბევრი ფული გაქვს ანუ კარგი ბაიტი გაქვს იახტა და ვებხვი ყავს ციტირებ რა მაგრამ აქ ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს ჩვენ კიდია შენ lobster-ს ჯამ თურას ჯამ რა ჩვენ გვაინტერესებს შენი ტექნიკა შენი flavor შენი უნიკალურობა რა ანუ აი ამ საქმეში როგორი ხარ და აბსოლუტურად არ მაინტერესებს რა სჭამ და რა ცხოველი ყავს სახლში ანუ ხანდახან მგონია რომ აი კი ძალიან მაგარია რომ უსმენ და ზოგადად მე რაც მევასება ჩვებში ხო სუეგა მაგრამ მე ვხვდები ბიჭო მეთქი აი cheap ხო რა აი ეს მატერიალური ფლექსიც ხო რაღაცა ამოწურვადია ყოველ ალბომს და mixtapes მიშვებ იმაზე რომ აგა bitches აგა hoes აგა ან ძალიან ფია აი ყველაფერი რა ძალიან მაგრა ისმინება მაგრამ აი
თითქოს ვერ გაცდა რა მაგა bitches aga house more money more problems. თემატურად ძალიან იაფია. ჟღერადობრივად მეც ძალიან ბევრ ახალ თრებს უსმენტო вообще ყველაფერს უსმენ, ოღონდ იმ ყველაფერში ვეძებ მე კარგს. კი, აი ყურს ძალიან ედება მალამოთ, მაგრამ არ მაქვს შეზღუდული თავი, მაგრამ აი რაღაცა spiritual თემა აკლია, გაიგე ძალიან გამატერიალოს. ხო. არადა შეგიძლია ეგ მატერიალური ფლექსის ისე მოარგო იმ spiritualism-ს, მაგრამ spiritualism-ი მაკლია, გაიგე ამ ახალ არტისტებში. თან ჩემ ფეივორიტებშიც შენ. მე მაგას ამ ხალხში არ ვეძებ. ანუ მე ვიცი რომ ამ ხალხში მაგას ვერ ანუ შენ სხვა რამეს ეძებთ, ხო, თვითონ იმაში. აი, მაშინ მოგვიწევს დაყოფა რა. კრიტერიუმები მაინტერესებს, ხო, შენ რა კრიტერიუმები თაფასებ და თვითონ უშუალოდ შენ როგორც მსმენელი და არა ჟურნალისტი, აი სხვადასხვა სუბკულტურას, სხვადასხვა რამეს ვთხოვ რა. აი თანამედროვე თრებს როგორ შეიძლება მოთხოვო სიღრმე, რაზეც წეგანო ვისაუბრეთ, ხო, აი როგორ შეიძლება ეგ მხარე მოთხოვო. ეს არის ჩემთვის უბრალოდ გართობა რა, ანუ რაღაც ვაიბი და მორჩა. მაგრამ აი conscious hip-hop-ი რაც არის, იგივე თანამედროვე MC-ებიდან უფრო გასაგები რო იყოს მსმენელისთვის, Kendrick-ი conscious hip-hop-ია, J. Cole-ი conscious hip-hop-ი არის რა. აი მაგ ხალხისგან უკვე მოვითხოვ იდეოლოგიურ კონცეპტებს რა, ანუ ტექსტს მაგ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხვდები? აი gangster rap-ის დროს ჩემთვის საინტერესოა როგორ მაწვდის თავის აი ამ გავლენებს, ქუჩურ კავშირებს, როგორ მომითხრობს storytelling-ში, როგორ მიყვება აი იმ გეტოური ისტორიებს, სადაც რავი გენგებს შორის რაღაც დაპირისპირება არის და ასე შემდეგ. მოკლედ ყველაფერს ჩემთვის ყველა სუბკულტურას და ეპოქას სხვადასხვა კრიტერიუმით ვაფასე. არ შეიძლება ყველაფერი ეპოქაში მოხდეს. როგორც ქართულ რეპს ვერ მოთხოვ ამერიკულ კრიტერიუმებით ვერ შეაფასებ. მე ვთხოვ. თხოვ? მაგრამ ძალიან მაგარია ეგ. კი, მე ვთხოვ. აი ჩემი აზრით ზუსტად ეგ არის ქართული ჰიპ-ჰოპის პრობლემა, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებლად განვიხილავთ თითქოს ამერიკული ჰიპ-ჰოპისგან რა და ანუ ფეხბურთი არის ხალხო ფეხბურთი. ინგლისში დაიბადა, მაგრამ საქართველოს ვცდილობთ რომ ვითამაშოთ ისე როგორც რავი იმ მომენტში რავი აი ეს ფორმაცია არის ყველაზე ტრენდული. ინგლისში დაიბადა, მაგრამ რამდენმა ნაკრებმა აჯობა პირობითად. ჩვენ ხო არ ვამბობთ ხო? ჩვენ ხო ზუსტად. ჩვენ ხო არ ვამბობთ რომ რა ქვია აი ქართულ ფეხბურთს თამაშობთ. ანუ ჩვენ თამაშობთ ფეხბურთს, უბრალოდ ქართველები ვართ. კი. და ჩვენ თუ ჰიპ-ჰოპი ვართ და აი ზოგადად ძალიან არ მიყვარს ტერმინი ჰიპ-ჰოპს ვაკეთებ. ანუ ჰიპ-ჰოპი არ კეთდება რა, შენ ჰიპ-ჰოპი უნდა იყო. ანუ ან ხარ ჰიპ-ჰოპი, ან არ ხარ ჰიპ-ჰოპი. და ჰიპ-ჰოპის ძალიან კაი პადაჩა. ჰიპ-ჰოპი არის ცხოვრება, ნებისმიერი შენი გადაწყვეტილება არის ჰიპ-ჰოპი. ანუ ფაქტიურად პოლიტიკის ძალიან დიდი ნაწილია ჰიპ-ჰოპში. ანუ lifestyle-ია. კი, lifestyle-ია. Hip is the mind, hop is the movement. ანუ hip, ანუ mind vision, ანუ შენ რას როგორ აღიქვამ, როგორ რას ვუყურებ, აი ეგ არის ჰიპ-ჰოპი. და ასვამბობდი გამიწყდა აზრი. ფეხბურთზე და იმაზე. ხო, აი ფეხბურთზე რა. ანუ ინგლისის მოდის. როგორ ანუ აი ისიც კი არ მიყვარს რა ქართული ჰიპ-ჰოპის ხსენა, აი ჰიპ-ჰოპი და მორჩა რა. ანუ ხო. მესმის რომ ამ შემთხვევაში რაღაც სხვა ენაზე ვსაუბრობთ, მაინც განსხვავება გვინდა რომ დავიჭიროთ და უკეთ მიგითითო ამ მომენტში რაზე ვსაუბრობ და ამიტომ ვიყენებ ქართულ ჰიპ-ჰოპს, მაგრამ ჰიპ-ჰოპი არის ჰიპ-ჰოპი რა. ორიგინალში ეს ყველაფერი რომ ამერიკიდან არის წამოსული საქართველოში მე ვფიქრობ აი მაგ ფესვებს პატივი უნდა სცე. ანუ როგორც დღეს თანამედროვე ამერიკელი ტიპი უნდა სცემდეს იქაურ ფესვებს პატივს, ისე უნდა სცემდეს ქართველი ტიპი იქაურ ფესვებს პატივს, იმიტომ რომ საწყისი წყარო არის ის. და მე მაგას ვერ ხედავ ქართულ ჰიპ-ჰოპში და ეგ მაწუხებს ყოველს. რუც არ იცნობენ, ხო რეალურად. ზუსტად ხო, ეგ არის ზედაპირულობა. ძალიან თითი ჩამოსახლელი ტიპია, ხო? ძალიან თითი ჩამოსახლელი ტიპია, ვინც რუცში არის გალთვისმობილი. ეგ ტიპები აუცილებლად უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ კარგ ტიპებს ყველაზე მეტად ჭირდება ფუში და შენგანაც შეიძლება და მე ვინც ვიცი, შემიძლია ვთქვა, რომ მე ვიცი, Young Mike ვიცი, ვინც ძალიან კულტურაში ღრმად ერკვევა.
ძალიან გაცნობიერებულია. მაიკთან მაკდონალდზე გადაყვეთა წლები არ მაქვს. ვიცნობ და მაგითო ვიცი რა მაგ თემაში. ხა დანარჩენი არ ვიცი რა, ვინ როგორაა გაცნობიერებული, მაგრამ იანგი ვიცი რომ ძალიან მაგრაა გაცნობიერებული. აი აქ რა ქართული ჰიპ-ჰოპ არტისტებისგან მომისმენია რომ როცა ქართულ არტისტს ვთხოვ ამერიკული კულტურის ფესვების პატივისცემას ამბობენ რომ ეგ არასწორი არის რა და აქ სხვანაირად ხდება თუ რაღაც ეგეთი რა და ამ დროს ძალიან მარტივი მაგალითით შემიძლია დავამსხვრიო მისი აი ეგ მოსაზრება რომ საქართველოში ამერიკული ჰიპ-ჰოპის გავლენა. ოღონდ ამ გავლენაში იგულისხმება ბევრი რამე, ხო? პროდაქშენში შეიძლება ეგ გავლენა მოაქციოს სემპლინგის კუთხით, სტრუქტურის კუთხით, ესთეტიკის კუთხით, მერე უკვე ვერბალურ ნაწილში. აი ჩესტერი ჩემი აზრით და მუშუანი, ჩესტერი და მუშუანი, აი ეს ორი ადამიანი ჩემთვის ყველაზე მეტად იტყობს ფესვების პატივისცემას რა და ვფიქრობ რომ მაქედან იწყება მათი ჰიპ-ჰოპის, ანუ სიკარგე ანუ მაგიტოა მათი ჰიპ-ჰოპი გახდა დროთა განმავლობაში მათი ჰიპ-ჰოპი კარგი, რომ სწორი წერტილიდან აქვს დაწყებული ეგ ყველაფერი რა. გეთანხმები რა. აი მე ყოველთვის იცი როგორი თვალით უყურებ. აი ხა შე რას თქვი, მაგ გადმოსახედიდან უყურებ ყოველთვის, ვცდილობ რომ ატის შევხედო რა. აი ჩესტერი ახსენე, ხო და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს თეისში გემოვნებაში არ ჯდება, აი ახლა შე რას თქვი, ეგ მე დაჭერილი მაქვს მაგ შემოქმედებაში. ანუ თეისტი აბსოლუტურად ეგ შენია და ხო, სუბიექტურობა, ეგ გადავდე, მაგრამ პრობლემა მსმენელის ვატყობ, რომ ეგ არის, რომ სუბიექტურში თუ არ ჯდება, ის უკვე ვეღარ აფასებს იმას ობიექტურად, ხვდები? როგორც ახლა შენ თქვი, რომ უნდა შეაფასო ნამუშევარი და პროდუქტი. არ აფასებს მომხმარებელი. კი, რა თქმა უნდა, ეგ სუბიექტურობა უნდა გადადო. თუ არ მომწონს თრეში, თუ მომწონს მაგ შედევრია. ეგ არასწორია, ჩემი აზრით. არ მარტო ჰიპ-ჰოპზე, ნებისმიერ ხელოვნების ნიმუშზე, ხო? აბსოლუტურად. აი რა მოაქვს ფესვების პატივისცემას რა. აი ჩესტერის მუსიკით მსმენელმა შეიძლება გაიცნოს Muddy Waters. აი ის ტიპი, ის ფანკი, რომელმაც ჰიპ-ჰოპის წარმოშობას ხელი შეუწყო. მიხვდი? ანუ ჩესტერი არის იდეაში განმანათლებელი ტიპი, აი ამ მხრივ რა. თავისი მუსიკის გავლით მას შეუძლია მიგიყვანოს იმ ტიპთან, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ზოგადად ჰიპ-ჰოპის ჩამოყალიბებაში. და იმ ტიპების მუსიკა, რომლებიც cloud chasing არიან უბრალოდ და ვარა მაგარია პოპულარული ჟანრია და მოდი მეც გავრეპავ, მათი მუსიკა ჩემთვის არის სწავლება რა. გეთანხმები 100%-იანი. აი მაშინ ვბაზრობდით ამას წინათ ბებერიტო. Mumble rap-ი ვაფშე საერთოდ ბებერი იმენა unique. Mumble rap-ი არ არისო? ანუ კი. და რომელ წელს ჩაიწერა ეგ ტრეკები? 90-იანები ალბათ 90-იანების შუა და ბოლო. და რაღაცები მაგდროინდელია. просто გვიანდაიდო. სიგიჟე, ალბათ ხო 90-იანების ბოლო 2000-იანების მაქსიმუმ დასაწყისი. თან რაღაცა Mumble-ია, თან რეგია. ანუ არ ვიცი ინსპირაცია არანორმალური ჰარმონია ამ ყველაფერში პლუს თავი არ ვიცი ინსპირაცია საიდან აქვს წამოღებული შენ რას ფიქრობ როგორც აი ნახე ძალიან საინტერესო თემასთან მივედით ახლა რა იმ დღეს მეგობართან საუბარში ვამბობდი ესეთ რამას აი ამ ამბავს არ ვამტკიცებ უბრალოდ ჩემი თეორია არის რა შავი პრინცი არის ერთ-ერთი კი არა და ერთადერთი ქართველი არტისტი დღეის მდგომარეობით ყოველ შემთხვევაში თავისი დისკოგრაფიით და ასე შემდეგ, ანუ ეს მნიშვნელოვანი ნაწილია. რომელიც ჩემი აზრით საერთაშორისო დონის ჰიპ-ჰოპს აკეთებდა. და აი ამის ჩემეული განმარტება რა. ნუ ის ხალხი იყო პიონერები, ხო? დავიწყოთ აქედან. ბაჯუ და შავი პრინცი იყვნენ ქართული ჰიპ-ჰოპის პიონერები. შესაბამისად, მათ არ აქვთ ქართული ალტერნატივა, საიდანაც ისინი აიღებენ შთაგონებას. ანუ არ არსებობს მათ გამოჩენამდე ქართველი MC-ები ან რეპერები, რომლებსაც მიბაძავს ეს ხალხი. და რა ხდება შესაბამისად, მათ უწევთ მიბაძონ ორიგინატორებს.
მათ უწევთ მიბაძონ აი იმ საწყის წერტილებს და სწორედ აი პირველი ხელისგან იკვებებოდნენ მიხვდი და შენ როცა მეათე ხელისგან იკვებები ხარისხი ძალიან დაბალი არის რა ანუ პატივისცემა ყველას პატივისცემა რა აი აბსოლუტურად ყველას რა მაგრამ ანუ ტიპი რომელი აი ახალგაზრდა ტიპი 16 წლის ტიპი რომელიც აქვე აი ლოკალური არტისტის გავლენის ქვეშ არის მოქცეული მე განა ვამბობ რომ ეგ კარგი არ არის პირიქით ძალიან ასწორებს და ტიპებს ქართველისგან რო იღებს ქართველი კი აი მაგაზე მინდა საუბარი ანუ ვერ გავიგე ეგ თემა რა ბიჭო ძალიან კარგი არის იმ კუთხით რომ ქართველმა ქართველი უნდა დააფასოს და აი ბიჭო მისაუბრია ხოლმე რომ მეთქი აი 90-იანების უეშები ახალ უეშებში გასემპლეთ ქართული რა ანუ მიეცით შაუთ-აუთ და ახალგაზრდა თაობამ რომლებმაც არიციან მაგალითად შავი პრინცი არიციან ჯერონიმო არიციან ბებერი შენი მუსიკით ასწავლებინ არის ბებერი და ინტერესა ეგ ხალხი რა მაგრამ ჩვენ რომ მხოლოდ იმას ვიღებთ რომ აი რავი აქ მოდი აი ესე თქვა 2010-იანებში გამოჩენილი X ქართველი რეპერის გავლენის ქვეშ ხარ მხოლოდ მეგობარო გაიხედე ცოტა დურბინა ბინოქსში ან PS1 არსებობს და MOSDEF არსებობს და შენ გავლენას და საკვებს იღებ მეორასე ხელისგან აბაჩემი აი წეღან უნდა მეთქვა აი არავის არ ჯერა ტიპებს რომ ვეუნები მაგრამ იქნებ შენ მაინც დაუდასტურო რა ტიპებს ვეუნები რომ შავი პრინცი და ძებნილები და ჯერონიმო როა ტრეკი ხო იცი ნუ ვინ არის ის შავი პრინცის მები ყველას ვეუნები რომ ეს არის უეჭველი თავს დავდებ ბლუ კანალი აქედან არის დასემპლილი მეთქი და ეგ მეორე ტრეკი არ ვიცი ბლუ კანალი და ეგ ძალიან ლოგიკურია ერთია ამით კი არ ვაკნინებ ვინმე სანამის პირიქით და საღოლ რო ესე შეფუთა მაგრამ ეს პროსტა მეთქი შენ დაიჭირე თქო იმიტომ მე ძალიან ვაკვირდები ეგეთ რაღაცებს ნახე შეიძლება მაგ კონკრეტული ტრეკის ირგვლივ აი ესე ფაქტის დონეზე კი არა და თეორიულად არ ვფიქრობდე რომ ინსპირაცია იმ მეორე ტრეკიდან მოდის თუმცა ნათელია რომ მსგავსი რამ ხდებოდა შავი პრინცის და ძებნილების შემოქმედების დროს რომ არაერთი მელოდია არის ძალიან ნაცნობი აი რაც წეგან შენ თქვი ეგ დამოკიდებულ ეგ შეგრძნებები მაქვს არაერთ მათ სხვა ტრეკზე მაგრამ უეჭველი გაგიჩნდება როგორც შენ თქვი რომ მე ამ ყველაფერს არ ვაკნინებ რა თქმა უნდა ეს არ უნდა დავაკნინოთ რა არანაირად იმიტომ რომ ნახე მთელი ხელოვნება არის შთაგონება და ინსპირაცია ანუ ყველაფერი ეგ არის ნებისმიერი ტიპი ვიღაცით იკვებება არ არსებობს ახალი ეგ არის ნებისმიერი ტიპი იკვებება რაღაცით უბრალოდ შენ აი ამ იმ ესთეტიკას თუ სტილს თუ რაც მოგაქვს იმ მომენტში კონკრეტული ტიპისგან ამას უნდა შეზძინო და დაუმატო შენი უნიკალური ინგრედიენტი ინდივიდუალიზმი copy paste არ უნდა იყოს ახლა ჩემი საყვარელი არტისტი Young Thug-ი იკვებებოდა Lil Wayne-ით მაგრამ გაიჩიდა თაგერი არ გაიჩიტა Lil Wayne-ის კოპია კი მაგრამ გავლენა იგზნობოდა მაგრამ გაიჩიტა სულ სხვა ტიპი და მაგას ვიძახი რომ აი ინსპირაცია უნდა აიღოს არტისტმა, მაგრამ ნუ და copy paste-ებს. ხო, რა თქმა უნდა. ანუ ინსპირაცია ძალიან მოსული თემა, შთაგონება ძალიან მოსული თემა, ხელოვნება ეგ არის. უდიდესი მხატვრები და მუსიკოსები და ასე შემდეგ ერთმანეთით იკვებებოდნენ, მაგრამ შენ აი ამ შემოქმედებას როგორ თქვა რა, მუდმივობას აძლევს სწორედ ის შენი უნიკალურობა, აი სპეცი, ის ესთეტიკა, ის ხედვა, რომელსაც მე აი ამ ყველაფერს ამატებ რა. აი Tyler the Creator რა მაგალითად არის აი წეგან ჰიპ-ჰოპის წინაპარი ჟანრები რო ვახსენეთ ერთ-ერთი ტიპი ნუ ფანკადელიკი ალბათ ბევრს ეცოდინება შემდეგ იყო მათი sister band-ი Parliament-ი ნუ მოკლედ George Clinton-ი Bootsy Collins-ი და ასე შემდეგ აი Bootsy Collins-ი რა Snoop Dogg-ი არის Bootsy Collins-ი Tyler the Creator-ი არის Bootsy Collins-ი Tyler the Creator-ი არის Pharrell-ი
ტაილერი არის Kanye West-ი. აი Kanye West ცალკე უნდა ტაილერი არის Mos Def-ი. მიხვდი რამდენი ტიპისგან აქვს წამოღებული შთაგონება ტაილერს, მაგრამ ტაილერის შემოქმედება ღირებულად გახადა სწორედ მისმა უნიკალურმა ხელწერამ. ხოლო ვინც საკუთარ აი ამ ხელწერას არ ამატებს, უბრალოდ copy-paste რჩება ხელში, მათი შემოქმედება წარმავალი არის რა. კი, თავისთავად 100%-იანი ხარ. აი ბარემს ეს თემა რომ დავხურავ იმ კითხვით, რომ უშუალოდ ქართულ ჰიპ-ჰოპს გულისხმობს, ამ შემდეგ თემებზე გადავალთ. სათხედავ განვითარებას, სათხედავ სწორ განვითარებას, რომ რა რჩევას მიცევდი ქართველ არტისტებს, პროდიუსერებს, ბიტმეიკერებს და საერთოდ თლიან ინდუსტრიას თუ ასეთი საერთოდ არსებობს, რომ გავიდეს არა მხოლოდ ამ ქვეყანაში ლოკალურად განვითარდეს. Knowledge of yourself. Knowledge. ინტელექტია ყველაფერი აბსოლუტურად რა. ჩვენი ნებისმიერი მოქმედების განმაპირობებელი არის ჩვენი ინტელექტი რა. ჩაეძიეთ კულტურას, ანუ ეს სიტყვა ძალიან ხშირად ხდება უკვე უკულტურო ხალხისგან წარმოთქმული რა და ჯერ ეგერთი ამ სიტყვას ესე ნუ აფრიალებთ. вообще იცოდეთ რას რა ქვია კულტურა რა არის და რა არ არის კულტურა და მე მიეცით თავს მაგ სიტყვის და ტერმინების გამოყენების უფლება ვინაიდან თქვენ შეიძლება გავლენა გქონდეთ ახალგაზრდებზე და ის ხალხი შეგყავდეთ შეცდომაში და შესაბამისად მთელი თაობა შეგიძლიათ დაღუპო იმის და მიხედვით და პროპორციულად თუ რამხელა გავლენა გაქვს შენ საზოგადოებაზე რა განათლება რა ამის გარეშე არაფერი არ გამოვა რა ანუ და კიდე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც მე ვფიქრობ რომ უმნიშვნელოვანესია რათა ქართული ჰიპ-ჰოპი სწორად განვითარდეს და ბიჭებთან აი პირად მიმოწერებში ეს ხშირად მისაუბრია რომ მე არ ვამართლებ დამოკიდებულებას შემდეგ დამოკიდებულებას რომ ანუ მე ვუყური ამ ყველაფერს ბლა 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 ანუ არ მომეწონა ის რაღაცა და გავედი და ცალკე ვარ და ჩემთვის ვაკეთებ ანუ ეგ არ შეიძლება ცალკე დგომა არ შეიძლება ჩვენ მაგის ფუფუნება არ გვაქვს რა ვინც აი ამ ჟანრს სწორად აღიქვამს ვინც განათლებული ტიპია ვინც იცის კულტურა what culture stands for აი ეგ ხალხი უნდა გაერთიანდეს ერთად და ანუ ელჩები უნდა იყვნენ ერთმანეთის რა აი ეხლა ვიზამ მაგა ზუსტად რომ რამდენიმე ხნის წინ მუშვანმა დააგდო ქართული რეალობისთვის არანორმალურად კარგი ალბომი ეგ კაცი ძალიან დაიხარჯა ალბომის ირგვლივ თუ სწორად ვიცი მასტერინგის გარდა ყველაფერი მისი არის და რავი 10 თუ $15 ღირს ეგ ალბომი და ეს არის რავი ზღვაში წვეთი თუ როგორ შეგვიძლია წავახალისოთ სწორად მოაზროვნე თავი საკუთარი შემოქმედების რავი და ჩვენ რო აი მაგ $10 თუ $15 მაგაში არ იცი რა არის ანუ შეიძლება აი პირობითად რა მუშვანმა მე ეგ ალბომი მაჩუქოს რა მაგრამ ანუ მე მინდა რომ ვიყიდო ეგ ალბომი სულ რას ვიძახი იცი აი ხა ორი კითხვა, სამი კითხვა მაქვს თუ რაღაც მოიცა. იყიდეთ ეგ ალბომი, მოусმინეთ მაგ ალბომს და ხო, აი მაგ არ მინდა დამოუწყდეს რომ ეს ალბომის თემაზე და ყიდვას თემაზე შემახსენე და აი ორი მიზანია ხო რეალურად რა. აი ხა ჩვენ ხედავთ გლობალურად რომ პატარა ქვეყნები გავარდნილა ასე თუ ისე მსოფლიო ბაზარზე რებით, ხო? არც ისე პატარა ქვეყნები, მაგრამ არის იქ საფრანგეთი, არის ესპანეთი, ეს ანუ ფრანგული რეპიც ხოძეა. გლობალზე გავიდნენ რა. აი მე უსმენ ფრანგულ რეპს, არაფერი არ მესმის, მაგრამ ხედავს. შეიძლება რომ ქართული ჰიპ-ჰოპიც ესე გავიდეს და მაყუთი იშოვოს. აი, იმიტომ რომ მანდ მივდივართ მე რა. ეს ერთი კითხვა და მე მეორე. აი მაყუთი შოვნაზე. ბიჭო, სულ აი ეს შეგრძნება მიჩნდება რა. აი იცი რა თემა? ბიჭო 50 და 100 ხარჯავენ ერთ ჭამაში, ხო? რომ ნაწლავი დაღალო და ერთი თვე რო ხარისხიან მუსიკას მოусმინო ან lifetime და რა უნდა შეიძლება მთელი ცხოვრების ინსპირაცია მოგცეს, ამაში გენანება $10. კულტურობა
ეგ არის უკულტურობა. რეალურად მუსიკაში ფულის გადახდა დღემდე არ ვიცით რა. ხო. ქართველებმა პირატები ვართ რა. მუსიკაში მივეჩვი გადახდა დღემდე უფრო რუსეთიდან მოდის რა, ესა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ყველაფრის მოპარვა და ტორენტები, უარეზები, ხო, უფასოდ შევეჩვიეთ ყველაფერს რა. ესა კი ბატონო, კი და ჯერ ამდენი ხანი იდო საერთოდ ეს საიტები რო იყო, ფილმები უფასოდ უყურებდით და ყველა ისე დავეჩვიეთ ამას. თამაშები დაკრეკილი, იქ რაღაცა კულტურა არ გვაქვს, გადახდის კულტურა არ გვაქვს. ბიჭო, ალბომებში და იმაში და ამაში კი არა, 10 ლარიან ბილეთს ვერ ყიდის ხალხი, პროსტა იმიტომ რომ 10 ლარი ღირს ბილეთი. ანუ პროსტა იმიტომ რომ ტიპს ფულის გადახდა უწევს. აი, ჩემ პირად ისტორიას მოგიყვევითო. 15 წელია ფიტნესში ვარ, ამას შევალიე მთელი ჩემი ცხოვრება, სწავლა, განათლება, პრაქტიკა და ტიპს გეუნები რომ შე რო გავარჯიშო და მოდის და ადამიანები არიან ეგეთი კატეგორია რომ მეუნებიან რა. აუ არ გინდა ჩამიგდო სავარჯიშო პროგრამა, რომელსაც სჭირდება 3-4 საათი და ზოგჯერ 2 დღე რომ შეუდგინო მაგას. ბიჭო, მაგათ თვალში ჯობია პროჭი გამოჩნდე და არ ჩაუგდო ეგ რა. უნდა აიღო ტვირთი თავზე და იყო ეგეთი ტიპი და საბოლოოდ შენი შემდეგი თაობა უკვე კულტურული იქნება. ხო, რაღაც აი გამოსავალი სადაა რომ ტიპს, ანუ იცი რომ ჩემი პროფესია, იცი რომ ამაში თანხა უნდა გადაიხადო, ისიც იმიტომ რომ ეს არის მომსახურება, სერვისი. იმდენ ჩემსკენ ნასროლ ტალახს ვიტან ეხა ზუსტად მაგის გამო, რომ პრეცედენტს ქმნი და მარტო არ ხარ, მეც მანდ ვარ და ბევრი მანდარი რა. ეგ შენ პროფესიაში, მე ჩემ ხელობაში და ძალიან ბევრია ეგეთი რა. ეს ქვეყნის პრობლემაში უნდა იყო რა. აი რაღაცნაირად ეს უნდა დამკვიდრდეს რა, გადახდის ხო რა. კი. რომ აი უკვე ავტომატურად ცნობიერში უნდა იყოს ჩანერგილი, რომ აი თაობა რომ მოდის სიტყვაზე უნდა იცოდეს, რომ ეს არის სერვისი, ეს არის რაღაცა, ამაში უნდა თანხა გადაიხადო, ეს უფასოა. ბიჭო, რა გამიჯნა არ ვიცით რა, რა თქმა უნდა, ფული იღებს ეგ ყველაფერი. დიდ რეს უსუდებთ მაგაში. მთელი ჩემი ცხოვრება ჩავდე სიტყვაზე ალბომში, მთელი გულისული ჩავდე, რესურსი ჩავდე, დრო ჩავდე, ხო? დრო შეზღუდულია. ეგეც ჩავდე და შენ არ გინდა. და ვიღაც უნდა უფასოდე ყველაფერი რა. ელემენტარული დოლარი რა. დოლარის გადახდა არ უნდა ტიპებს. ეს Spotify რო შემოვიდა, მაგაშიც ფული ენანებოდა ტიპებს. ხო გახსოვს? 10 ლარზეა საუბარი. ხო. და 10 ლარი არ გიღირს, რომ პროსტა მაგარ მუსიკას მოусმინო? უსვენა მუსიკას, კარგ ხარ. და ტიპები შედიან იმაზე, რა ქვია, YouTube-ზე და უსმენენ რეკლამებით იმას. ხო. აი, და YouTube-დან გადმოწერილი ხარისხი. საკუთარი თავის შეურაცხყოფა არ არის? ზუსტად. ხო? სტანდარტი არ გვაქვს რა. და სხვათა შორის იგივეს ვიტყვი არტისტებზე და მათ შორის ჩემ თავსაც დავაყენებ კრიტიკის ქვეშ მაგ ამბავში. არ უნდა ვაკეთებდე მაგას წესით, იმიტომ რომ ეს უშლის რა თვითონ განვითარებას ბიტმეიკინგის, პროდიუსინგის ყველაფრის. ფრი ბიტებზე ჩაწერა რეპების თო. მომპარავი. მეც მიქნია ეგ, ანუ იმიტომ რომ ბიტი ამიღია და ანუ რეალურად არ არის ეგ სწორი. მაგრამ ისეთი გარემო შეიქმნა, რომ გარემოს გამოძახილია ეს ფრი ბიტებზე ჩავწეროთ, მოდი იქ რა. არა და მან უნდა იყოს თელი გეთანხმები რა. უნდა კონდეს ეს პრინციპულობა და გაემიჯნო მაგ ყველაფერს სადომაინც რომ მოიქცე ისე როგორც კულტურა შეეფერება, აიტანო შენსკენ ნასროლი ბევრი ტალახი, ანუ დაივიწყო ფეიმი, ანუ შეიძლება ვიღაცების თვალში ცუდი ბიძია გამოჩნდე, მაგრამ გავა დრო, გავა 10 წელიწადი, აი მე იმედი მაქვს, რომ ჩემი შემდეგი თაობა აი ამ ჩემ გაყვალულ გზაზე ირბენს და იმდენის წვალება არ მოუწევთ, რამდენიც მე ვიწვალე რა. შეიძლება ეხა გზნობა კონდეს ზოგჯერ რა, ანუ ხო არის იმედგაცრუების პერიოდები, რომ კი, ბევრჯერ მქონია. ხო, ეხა მეც მქონია, მაგრამ აი შენ შეიძლება ვერც წარმოიდგინო, თუნდაც შენ აი ზუსტად ვიცი რა, რასაც ეხა ვიძახი, რომ შეიძლება შენ ეხლა ვერ წარმოიდგინო რა, რამხელა გავლენა შეიძლება კონდეს რაღაც და ვიღაცეებს. შენ თვითონ და შეიძლება ამას მე გარედან ვხედავდე. ამ პირიქით მე ვერ ვხედავდე თუ რამდენად გავლენა მაქვს ხალხში, მაგრამ შენ დაინახო ჩემში ხდები? აი ეგ კომუნიტი ძალიან მნიშვნელოვანია და ეგ ამიტომ იმედგაცრუება კი ყველა პონჩი იქნება. ანუ რაღაცნაირად მისიონერობა გამოდის რა, თავგანწირვა არის რა. აი გინდა არ გინდა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ეხა არ მინდა არაფერი დავაკნინო, მაგრამ რეალობაზე უნდა ვიბაზროთ რა. რეალობაზე უნდა ვიბაზროთ, ეხა კი იქ ამერიკა რაღაცა, მაგრამ ხო, იმიტომ რომ ეხა ძმაკაცი მირეკავს რა, 2018 წელია ჩემი ძმაკაცი მირეკავს რა. ამერიკიდან ემიგრანტია რა და ამერიკაში და მე თბილისში ვარ და მირეკავს, კაროჩე ისო სანდრო რა, სლენგი ხომ უსულა და რაღაცა. სანდრო, მაკედან გააჯვიო? ეგ ქვეყანა არ არისო.
2018-ში მეუნება. რამდენიმე წლის წინ. ვეთანხმები შენ მეგობრს. ხო და გითხრა ეხა. მე დავდექი რაღაც ყველაზე ხე გრუზინული დავიჭირი რომ მეთქი ყველა თუ მოიხოდე ყველგან მოიხოდები და რაღაცა და თუ მოვდა ბიჭო რავი 10 წელი გავიდა და ეხა უკვე ხვდები რომ მართალი იყო რა. ხო. მაგრამ იცი რა არის? რაღაცა ძურებს ხედავ რა. ანუ აბსოლუტურად გეთანხმები ხო? ანუ ქვეყანა მრავალმხრივ ქვეყანაა. მრავალმხრივ კულტურა და ინტელექტო ერი ვარ რა. ყველას ხო ძალიან უყვარს ეს ევროპა და ჩემი სიტყვები არ არის თვითონ წაიკითხეთ ევროპული ჟურნალები წერია რომ საქართველოს ჯერ კიდევ განვითარებადი ქვეყანაა. თვითონ ეგ დასავლეთი ბაზრობს თქვენ რო გევასებათ რომ საქართველოს ჯერ კიდევ განვითარებადი ქვეყანაა. ძალიან შორსა ვართ იმისგან, მაგრამ ეს არაფრით არ ნიშნავს იმას რომ ხელი ჩავიქნოთ, იმიტომ რომ პირობითად შენ შეიძლება მოგეხია, მე შეიძლება მომეხია ვიღაცას მოეხია და ანუ რა გარჩება აქ. სწავლა და სწავლა არის ამბავი რა. რამაზ შხიკვაძის ძალიან კარგი ვიდეო დევს YouTube-ზე, სადაც ბატონი რამაზი საუბრობს ქართულ დილეტანტიზმზე რა, რომ ჩვენ ვართ ერი, რომელმაც ყველაფერი იცის, მაგრამ არაფერშია საუკეთესო. ანუ მე შემიძლია აი ეხა ავეჯი ავაწყო იქით, შემიძლია აქეთ მუსიკა ჩავწერო, მაგრამ აი იმ ავეჯშიც მაჯობებს ბევრი და აი ამ მუსიკაშიც და ამ დროს რა რამე ერთში უნდა იყოს საუკეთესო. ანუ აი უნდა შესწირო შენი თავი რაღაც კონკრეტულ ერთს. და походу სიყვარული რა. აი სულ ვიძახი რომ აი ხო გაგიგე ეგეთი ფრაზა რომ მე პური უნდა აცხოს რა. და მაგას მე სულ დავაყოლებ ხოლმე ზევიდან რომ მეპურემ პური კი არ უნდა აცხოს მარტო. მეპურეს პურის ცხობა უნდა უყვარდეს პახო. ანუ მაგიტო არის მეპურე რომ უყვარს ცხობა. ხო, რეალურად ეგრეა, მაგრამ ხო არის ისეთი მეპურეც, ვისაც არ უყვარს. ყველა მის უნდა აკეთოს, რაც უყვარს რა და მაქსიმალურად ეცადოს. ანუ ჩავიდეს ფესვებამდე, მიხვდეს, გაიაზროს საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და პატივისცეს წინათაობებს, იმიტომ რომ თუ თქვენ წინათაობებს და წინაპრებს პატივს არ ცემთ და აი გავადრო და თქვენი მომავალი თაობა იგივენაირად მოგექცევათ. კი. აი რეალურად ეხა ეს საუბარი ზოგადად შენი ეს მთელი შრომაში რომატევოდი საქმეები ყველაფერი ხო რაღაცას ემსახურება რა. რეალურად ხო ის არის რომ განვითარდეს ეს ჟანრი, უფრო გაცნობიერებული გახდეს კამანდა და ამათმა მერე შენ გაკვალულ გზაზე იარონ და კიდე გაზარდონ ხო თაობები რა. და ეს მართლა დასაფასებელია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ხალხმა შეიძლება გაცნობიერებული საერთოდ არ არის რომ ეგეთი აღმასრულებელი პროდიუსერი, ეგეთი თემები, რასაც შენ ჩალიჩობ, საერთოდ რომ დიჟენიაში არის, თემაში არის, საერთოდ ტიპებმა არიციან რა. აი მე აი ახალგაზრდა თაობაში ვხედა უკვე ჩემ დათესილს რა, არ მინდა რაღაც ქედმაღლულად გავამივიდეს და ასე შემდეგ, მაგრამ აი ახალმა თაობამ დაიწყო მუსიკის ისი აღქმა, როგორც მე დღეს აღვიქვა მუსიკას. ჩემ თაობაში მაგას ბევრს ვერ ვამჩნევ რა, მაგრამ აი ახალ თაობაში, აი სწორი აი 20 წლის თაობაში მე მაგ მიდგომას ვატყობ და აი ძალიან ბედნიერი ვარ მაგით რა. აი მუსიკაზე ფაქტიურად ჩემ თაობასთან ძალიან მიჭირს საუბარი. ანუ უშუალოდ ჰიპ-ჰოპ ის წარმომადგენლები ვინც არიან ჩემი თაობის, მათთან მუსიკაზე საუბარი თითქმის არ გამომდის რა. მაგრამ გამომდის 91-იანი. მაგრამ გამომდის ახალ თაობასთან. ხო. არა, ეგრე რეალურად, იმიტომ რომ თითქოს უკვე ეს ახალი თაობა თემაშია რა. აი წეღანები გულისხმობ რომ ძურები რაღაცები არის უკვე რა. ვისა? რაღაც ძურები უკვე აი ამ ხრივ არის რა. რაღაცები არის. თან ეს ბეთლ კულტურა რო წამოვიდა რაღაც პონჩი. ბეთლი არ არის კულტურა. ხო, რეალურად, მაგრამ ამ განხრით ვიძახი აქ. რაღაც პონჩი ხო შეუწყო შენი აზრით თუ? რა თქმა უნდა კი. აი დავიწყებენ ხო ბიჭები ესე რომ მე მგონი რავი. რას ფიქრობ? აი თუ გვინდა რომ სწორად ვიმეტყველოთ, სწორად დავარქვათ რაღაცეებს სახელები, აი მაგალითად ბეთლი კულტურა არ არის. არის ჰიპ-ჰოპია კულტურა. DC არ არის კულტურა. ჰიპ-ჰოპია კულტურა. დიჯეინგია კულტურა, გრაფიტია კულტურა. ამით იმის თქმა მინდა რომ ბეთლთან სიტყვა კულტურის გამოყენება, ანუ ვისაც როგორც გინდა ისე დაუძახეთ რა, მაგრამ სწორი არ არის რა.
რაც შეეხება ხელშეწყობას, ხელი შეუწყო იმდენად, რამდენადაც უკვე აღარ შეუწყო ხელი რა. და სხვადასხვა ეტაპზე აი მაგ ბეთლების პროექტების ირგვლივ სხვადასხვა შეხედულება მქონდა, იმიტომ რომ ჩვენ თვალწინ ეგ პირველად ხდება ჩვენ რეალობაში და მიდის გადაფასებები რა ამ ყველაფრის. გადაფასებასთან ერთად, რა ვიცი, წლები გადის და ხედავ რა გავლენა მოახდინა ამ მსმენელიც ხო იზრდება. ხო და მე არ ვფიქრობ ეგრე. არა. პირიქით. მე ვფიქრობ, რომ დღეს ეგ ყველაფერი არის მავნებლობა და რა ვიცი, შეუძლებელად გენოციდი. აი ხა შენ რო გაიარო და პატარა ბიჭებს კითხო, ჰიპ-ჰოპი რა არისო? აი ეგენი რასაც მოგიყვებიან, ეგ არის ტრაგედია ჩემთვის. ეგ არის ტრაგედია ჩემთვის რა. და აი წეგან ვისაუბრეთ ტრიბუნაზე რა, ტიპებზე, რომლებსაც გავლენა აქვთ ახალგაზრდა თაობებზე. და შენ თუ ახალგაზრდა თაობას იმას ასწავლი, რაც შენ თვითონვე არასწორად იცი. წარმოგიდგენია რა ხდება თაობაში. ანუ შენ პირდაპირ იმას იმბობ, რომ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რასაც შენ აკეთებ თაობის იმას. რა თქმა უნდა. და ამას ვერ აცნობიერებენ თვითონ არტისტები, ხო? ანუ რა თქმა უნდა. აი მე ვფიქრობ, აი ბეთლები ვისაც უყვარს, მისი უმეტესი ნაწილი არის უბრალოდ სეირის მოყვარული ტიპი, რომელსაც პოპკორნით ჩაჯდომა და გართობა უნდა. ხო, ფიბულებს რო აჩხუბებენ ხოლმე. კი, ზაღლები ჩხუბებიან, ბატონო, ზუსტად. ანუ ამასაც ვიტყვი რა, რომ ჰიპ-ჰოპს აუცილებლად ეგ entertainment-ი უნდა კონდეს. გართო if you want fun you are done. მაგრამ ამასთან ერთად შენ უნდა ატარებდე აი იმ განმანათლებელი ტიპის როგორ თქვა, დატვირთვას რა. ანუ შენ უნდა აძლევდე სწორ ნიმუშს ახალგაზრდა თაობებს. მივხვდი და ტიპები, რომლებიც მხოლოდ ანუ მოკლედ არსებობს უდიდესი კატეგორია, რომელიც მსგავს პროექტებს უყურებს, რომლებიც ჰიპ-ჰოპს არ უსმენენ. ანუ არიციან კომონი ვინ არის ხალხო. აი სულ უყურებ და როგორ უყურებ? ისე კომედი შოუს რო ჩართო. მიხდი? ოკეი. მე აღარ უყურებ მაგ ყველაფერს. არა, просто გაერთობი რა. კი, სეირია. პური და სანახაობა, კლასიკაა ხალხო, რა ვიცი. კოლიზეუმში რაც ხდებოდა, რომ პური და სანახაობა, ხალხი ჭამს, ხალხი მაძღარია, ხალხი კმაყოფილია რა. და აი ხა მე რატო უნდა ეს სიტყვაზე რა, აი რა არის მამოტივირებელი მაყუთი თუ რატო უნდა გავიდე და რატო უნდა ვაჯვა ტიპს სახეს გეტყვი მაგ ყველაფერს. ნუ ეხა მორალში მე არ ვერევი, ეგ მათი საქმეა, ვისთვის რა მოსულა, ეგ არის ინდივიდუალური და მათი გადასაწყვეტი, მაგრამ ვფიქრობ, რომ აი წეგან გზაში უსმენდი KRS-One-ის ტრეკს. ეხლა შემოხვედი ეგ. კი, ჩემი all time ერთ-ერთი საყვარელი ტრეკი არის და იმდენად მნიშვნელოვანი მესიჯებით არის დატვირთული, რომ სადაც ხელი მიმიწუდება, პირველი ამ ტრეკს ვაჟღერებ რა, ყველგან ოღონდ. და აი ამ ტრეკში ამბობს KRS-ი, რომ your longevity is based on Uncle Tom company. იძახის ტრეკში, რომ შენი გრძელვადიანობა დამოკიდებულია ბიძია ტომის კომპანიაზე. ბიძია ტომი არის Tommy Boy's ასეთი ლეიბლი და სწორედ ეს ლეიბლი გაძლევდა შენ რაღაცა მითითებებს, რომ აი ესეთი მუსიკა უნდა აკეთო, თუ გინდა რომ შენ თეთრი ავტორიტეტები შავ კულტურაში. ჯუები, ხო? თუ გინდა რომ შენ პოპულარული იყო, მე შენზე დავიხარჯო, შენ პრომოუშენს ვეწეოდე, შენ უნდა მომცე ის, რაც მე მინდა. ეგ არის ჩემთვის ეს ბეთლები რა, ეგ არის ერთჯერადის შაინი, ხშირად წერ ხოლმე პეიჯზე, რომ შეეცით IA Pipes. ეგ ყველაფერი არის წარმავალი რა. ანუ numbers lie, ანუ ბიჭო, hits come and go. Hits come and go. At least they got collected. შენ hits ხვალ შეცვლის სხვა ჩანაცვლებადი ხარ. კი, უეჭველი. და ეგ არის უნდა იყოს ჩაუნაცვლებელი. პლატფორმა, სადაც ტიპებმა იპოვეს შაინი რა, მაგრამ აი ამის სანაცვლოდ რა დაკარგეს მათ. ეს არის საინტერესო რა. აი ამ ხრივ თუ შეუხედავთ. მე ვფიქრობ, რომ აი
ვფიქრობ არა ვხედავ აი მაგ ხალხი მანდ მონაწილე ხალხის უმეტესობას ტრეკის ჩაწერა არ შეუძლია კი ანუ ეგენი უბრალოდ ბეთლ რეპერები არიან და არ არიან არც ჩაუწერია უმეტესობას როგორც ვიცი ან თუ ჩაუწერიათ MC-ები ან ჰიპ-ჰოპ არტისტები რა ანუ ტრეკის ჩაწერა ანუ იცი რა არის დაიღუპა რა ხალხი პრინციპში ძალიან სწორი შეფასებაა ახლა ყველაფერზე რა ანუ კარგი იყო იმ ხრივ რომ პოპულარიზაცია მოუტანა ოდესღაც ჟანრს და შეიქმნა პლატფორმა სადაც შენ შეგიძლია მიხვიდე თავი წარმოაჩინო და ასე შემდეგ მაგრამ როგორც წარმოაჩენ თავს და დატვირთვა რაც არის შინაარსი რაც არის კონცეპტი რაც არის ამ ყველაფრის ეგ არის უკვე მარაზმი ჩემთვის ეგ არის უბრალოდ პური და სანახაობა და ამ ყველაფერს ნუ შაირები ოკეი რა შაირობა იყო ისედაც ის ფრისტაილები რაც აი ორიგინალში ბოდეგა კორნერებში ხდებოდა რა ანუ იდეაში რითმი დამცირება მეტოქის და ასე შემდეგ მაგრამ დავიწყოთ იქიდან რომ ყველაფერი იმპროვიზაცია იყო ეს ერთი მაგრამ ის რომ ანუ მოკლედ შენ პარალელურად როცა ამხელა გავლენა გაქვს მასაზე შენ უნდა იტვირთო ის პასუხისმგებლობა რომ ხალხი შენს მიმართ მოაზროვნე ხალხი შენს მიმართ იქნება კრიტიკული და მოგთხოვს მეტს ეს მეტი არის ნალეჯის გავრცელება ეს მეტი არის დადებითი გავლენა მომავალ თაობებზე რა და წეღანას თქვით საუბარში აი ეხა რომ გაიარო ქალაქში და 15-16-17 წლის შპანას კითხო ჰიპ-ჰოპი რა არის მათგან რა პასუხებსაც მოისმენ ეგ არის ტრაგედია და ერთ-ერთში კვეთავს ჩემი შემოქმედების გულწრფელ მიზანს რომ გავრცელო ნალეჯი ცოდნა ესთეტიკა გემონება ხედვა მნიშვნელობა ჟანრის და ასე შემდეგ და გადაკვეთა ეს ყველაფერი რა მაგრამ ხო იცით რომ ყველაფერს გაფილტრავს რა რეალურად გამოჩდება რა აი ხომ მინდა გადავიდე შავ კულტურაზე რა შავკანიანების კულტურაზე რამხელა გავლენა აქვს ზოგადად აი ზოგადად ჰიპ-ჰოპს რეპს ახალგაზრდებზე იმიტომ რომ მე ვაკვირდები რომ ხო ორი კითხვა მაგ აქ რომ პირველი რომ აი ეს გავლენა რასაც აკეთებს და ახდენს ჰიპ-ჰოპი ახალგაზრდებზე რა რამდენად სწორია იმიტომ რომ ბევრი ნარკოტიკის პრომოუშენია რაღაცა იქ არასწორი ცხოვრების წესი განს რაღაც ხო ხდები რა მთელი ამბებია ერთის მხრივ ძალიან ფლექსია საკაიფოა მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება რომ ძალიან ცუდი ნაპრავლენით რო იტყვიან ჟარგონით წაიყვანო ახალგაზრდობა ეს ერთი და რაღაცა ბალანსი თუ შეიძლება აქ აღმოაჩინო და მეორე სულ მაქვს ამაზე სპორი რა ხალხ ნუ ისეთი ჯიგრული სპორი მეგობრებში რომ მეთქი შავკანიანი რეპერები მეთქი თქვენი აზრით იმიტომ ფლექსაობენ ამდენი დაიმონდით და ამდენი ბრილიანტებით და თემებით და იმითი რომ სტილია მაგათი თუ დაკომპლექსებულები არიან თავის წარსულით და მონობით მეთქი რაშიც იყვნენ და მე ყოველთვის მეორეს უკეთებდი აქცენტ რომ ეს რუცი აი აქედანაა რა და ესენი მეუნებიან რომ არა ძმაო ეს სტილია მარიაჟოს просто იმპონჩი რომ თემაა და როგორ მემარია ემინემი რატო არ მემარია საკუთარი ევოლუციაა რა ტიპის ხო ანუ შენი შინაგანი მდგომარეობის გამოხატვაა და ეგ ევოლუცია ხო შენში დევს რომ შენ იყავი მონა პირიქით ძალიან ვეწინააღმდეგები რომ ეგ მონა იყო ნეტა არ ყოფილიყო, მაგრამ მაგათი მსმენელი ვარ. რეალურად ძალიან ცოტა ხანია, როგორ თქვა, ძალიან მოკლე რანია დამოუკიდებელი აფროამერიკელების განვითარების ამერიკაში რა. და რეპორტებს ყურებ. რა რეპორტებს კი აი შავკანებს ვაფშე ბოლომ ხო ვიცით რასაც უშვებოდნენ მთელი ამბები და კიდე არის რაღაც ვებსაიტები სადაც წერია როგორ და რა დონეზე ჩაგრავდნენ იქ. ეგენი რომ ნახო. კი ვიცი. მთელი ფილმი ვითავს მიყურები რაღაცა ვიცი. შენობაში წვავდნენ და როგორც არანაკლებად როგორც ებრაელებს. ყვერებით ჩამოკიდებოდა. ხო. ისი რეები ხდებოდა? ანუ რაღაც ის გართობა იყო რა, როგორ გეწამებინა ტიპი რა. ხო. ანუ მოხუცი ალაბამელი ბაბუ გზაზე რომ აფროამერიკელი გადაურბენ და აი ეს ეკლავდა რა, ხო, შავკანიანებს რა დღეშიც აგდებდნენ, ხო?
მე ვფიქრობ, რომ მაგ ფსიქოლოგიური ტრავმიდან დღემდე ვერ ამოვიდნენ და მიუხედავად მაგისა, სადამდეც ამოიქაჩნენ და მოიხოდნენ ერთობით და community-თ, ხო? ეს არის ლომის წვრილი მიუძღვის ამ ერთობას და აი ამ ერთადგომას. აი ეს ქართველებზე რო იძახით, ხო იცი, ერთმანეთის ბოღმა შური და ვერ იტანენო რა ერთმანეთსო წარმატე. მარტო იმ რაღაც დროებით მომენტებში ვერთიანდებით, ხო? მაგათ ეგ არა აქვთ. სულ ერთად დგანან. აი ეს Black როგორ იყო ის? ხო, Black Lives Matter რა. ბიჭო, როგორ ერთად იდგნენ თო და ყოველთვის ერთად გააქვთ კბილებით. კი, ეგ არის საჭირო ჩვენთანაც ეგ ვიბაზრეთ ძალიან, რომ იმ სწორი თაობის ერთობა და ეგეთი კბილებით გატანა არის საჭირო, იმიტომ რომ მაგან მოიყვანა ჰოლივუდში მაგან აიყვანა პარაზიტულ მოვლენებს ბევრად დიდი გასახანი აქვს, ბევრად მარტივია დათესო ის ხალხში და იმ ანუ პროპორციულად ისეთი განსხვავება არის, რომ ჩვენ ბევრად მეტი და ზოგჯერ უხეში ფორმულირებას კი გვჭირდება, რომ აი ეს დიდი ნაწილი შეარყიო აქეთ რა. ეხლა რაც შეეხება შენ კითხვას რა, მეორე ნაწილში აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ეგ ჩვეულებრივად evოლუციის ნაწილია და 80-იანებში როცა აფროამერიკელებს ხალხო ფული კი არა, ჰიპ-ჰოპით უბრალოდ ფუნქცია შეიძინეს როჟიმმა, ანუ ცხოვრება შეიძინეს, რა ცხოვრების ფუნქცია, რა ის ჩეინებზე არის საუბარი და ასე შემდეგ, ხო, მაგრამ ამ მუსიკით ტიპებმა იმდენი შეძლეს, რომ დღეს ეს ყველაფერი შეუძლიათ და როგორ თქვა, სწორად რო გამიგოს მსმენელმა, უნახავი ხალხია, რომელმაც ნახა და აი ასე გამოხატავს და აი ყველაფერი ძალიან ოკეია ჩემთვის. ძალიან ოკეია ჩემთვის რა. ძალიან ოკეია. მაგიტომ ვიღებ მეც. ანუ ამას დაკნინების პონჩი კი არ ვიძახთი, რომ ტიპებთან ვესპორებ. ანუ პირველად გამდიდრდნენ ტიპებითო. პირველად გამდიდრდნენ. წარმოიდგინე ხა შენ რა, 1 30 40 წელი რო სიტყვაზე ტიპი ფული არ აქვს რა და უცებ იშოვი, ხო? ეხა რითი ხარ დაზღვეული რომ შენ რავი მაგარ მანქანას არ დაითრე, რავი, გოლც არ გაიგე. რთულია მაგ ტიპებს მოთხოვო იყვნენ humble, ხო? როცა ცხოვრებაში არ უნახავთ ეგ ყველაფერი. ხო. როგორ გინდა მე მაგ სტუნებას გაუძლო, ხო? აი ნუ ყველაფერს აქვს ზომაწონა რა, ანუ ყველაფერი შეგიძლია უფრო შეგიძლია 100 გრამი გაიკეთო და არა 10 კილო. ხატრულად გადმოსცე, უფრო მეტაფორული იყო, უფრო აი ეს როგორ თქვა, გადიგვარო ჭირდება შენს ტექსტს და აი ამ კუთხით მესაუბრო შენს wealth-ზე ცხოვრებაში. მე რო უთხრა იმას, ხო იცი იმას, Machine Gun Kelly-ს თუ ის უთხრა a lot of money I can რაღაც ეგეთი იყო I can burn it in front of you თუ რაღაცა შენ წინ დავწო რაღაც პონჩი კარში 9 მილშიო თუ 8 მილში დავწავო იმდენი ფული მაქვს რა მაგრამ просто лично ტიპს არაფერს G-Shock-ის საათით დადის რა ტიპს вообще ფეხებზე კიდია ფლექსი ანუ რამხელა განსხვავებაა კულტურებს შორის ხვდები არა და ძალიან მომწონს Machine Gun Kelly-ს kill shot ძალიან მაგარია. ძალიან მაგარი. ისე შენ მაგბიფი რომლისკენ უფრო იხრები. ბიჭო ნახე მოკლაიმა თუ ერა. თანამედროვე აი წერა რომ მკითხე რომ შესაძლებელია თუ არა ქართული ჰიპ-ჰოპი გლობალური გახდეს რა. შესაძლებელია რა თქმა უნდა თუ შეძლო გერმანიამ, საფრანგეთმა და ასე შემდეგ, რატო არ შეგვიძლია ჩვენ, როცა დღეს იქითკენ მივექანებით, რომ ძალიან ინტერნაციონალური ხდება ქვეყნები, ანუ თითქმის ყველა მოიცით ინგლისური, ანუ რაღაცნაირად ეს პირადი საზღვრები თუ აი რაღაცეები ირღვევა რა და ერთი დიდი სახელმწიფო ხდება ეს ყველაფერი და ენამ მან დაკარგა მნიშვნელობა რა, აი წერან რო თქვი რომ გერმანულს უსმენდე, მაგრამ ენა არ მესმოდეს შეიძლებაო, მაგრამ ხოდავდესო ამავდროულად რა. ეგ არის მაგის მუღამი რომ ეგ მოხდვა აინა ენერგია აინა ანუ აზრობრივად რო არ გესმის ენა მაგას გულის არა გასაგებია მაგრამ ის რატომაც გავარდა ხო ის ენერგეტიკაა ჩისტა რაც ვარდება რა კი ენერგია ხო აი ხა ხვიჩა რო თამაშობს ფეხბურთს ხო რავი რამდენი ეროვნების ფეხბურთო მაგრამ სოფლიო იმაზე გაიტანა ხო ეხა კი აქ მესმის მუსიკა და სულ სხვა რამეა ხო მაგრამ რატო არ შეიძლება რომ ქართული ჰიპ-ჰოპი გავიდეს სიტყვაზე სოფლიო ბაზარზე და ამით მაყუთი იშოვოს არტისტმა. აი დასრულება მინდა აზრის რა. როცა აი ამ ინტერნაციონალურობა შევეხეთ და ასე შემდეგ, ანუ ჰიპ-ჰოპი იმდენად გლობალური გახდა ჰიპ-ჰოპში
აღარ არსებობს ბიფებში მკვდარი რეპერები. ადრე, აი 90-იანებში, 2000-იანებში ბიფში, ანუ კომერციულად წარმატებული ტიპი ბიფში თუ მარცხდებოდი, შენი მუსიკა კვდებოდა. ანუ შენი მუსიკა აღარ იყიდებოდა. აი ალბომი რო გამოგეშვა, ის ფულს აღარ წერდა, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი აღარ არსებობს რა. ანუ ბიფებში ტიპები აღარ კვდებიან. აი პირველი მსგავსი შემთხვევა იყო, რაც 50 Cent-მა Rick Ross უკნა, მაგრამ Rick Ross-ი არათუ მოკვდა, რავი, იმენა ბილიონერი გაიჭდა რა. ეგ გახდა, ანუ ძალიან ბევრი თეთრი მსმენელი, რომელიც კულტურაში მიმდინარე აი ამ მნიშვნელოვან პროცესებს არღვევს, მიხვდი და შესაბამისად რა ვალიდაციას უხდენს ჩამოტვირთული ალბომით, ან Spotify-ით, ან Rick Ross. მიხვდი, ანუ 50 Cent-მა რო Rick Ross-ის სიტყვაზე რაღაცნაირად ბიფებში, ტროლში, ასე შემდეგ რა, ათრია, ეგ ყველაფერი მის ფინანსურ მხარეს საერთოდ არ შეეხო და არც მუსიკალურ მხარეს. ეგ არის ამბავი. იგივე ხდება ეხა Kendrick-ის და Drake-ის შემთხვევაში. PDD-ზე ხო ვაფშე რეები ხდებოდა. ძალიან მიყვარს PDD. ბევრს ვეკითხები ხოლმე, რა ვიცი, Young-თანაც მათი პიროვნებები ჩემთვის უინტერესო არის. Young-თანაც მქონდა აქ ეხა პოდკასტი და ამ ტიპის ისეთი რაღაცეები აქვს გაკეთებული, ეგ გიკვირთ. არაფერი ახალი PDD-ის საქციელში ეგ არის. ფაქტიურად მათი ტრადიციაც კი არის რა. პროსტა ესე აქამდე რატო ჩამოახცე? ანუ ხალხო, დისკო მუსიკა რა გგონიათ, თო როცა აი ეს მონობა და ასე შემდეგ ეტაპობრივად ნელ-ნელა ყველაზე ბოლოს მგონი ჩრდილო კაროლინაში გადავარდა და აი მთელი ეს აფროამერიკელი საზოგადოება რაღაც ჰაუს ფართებს აწყობდა და რავი აი 200 კაცი რო ეხა აი ამ სივრცეში შეიკრიბება დისკო მუსიკაზე აი რავი ამ ოთახის კარს რო შეაღებდი იმენას პერმისუნი იყო რა ანუ და ეხა რავი მაგას აკეთებდა PDD-ც რა მაგრამ PDD-მ სხვა ბევრი რამეც გააკეთა რამაც კანონი დაარღვია იდეაში დღევანდელ ცხოვრებაში გამოჩნდა დღევანდელ აი ამ დაკვირვებულობაში თუ კანონის ზალაში გამოჩნდა ეგ რო დიდი მე ყველაფერი გააკეთა თორე ეგ ხდებოდა მანამდეც და ეგ მოხდება მერეც ეგ სულ მოხდება რა მაგრამ სახელოს ამნიშნულობა ეგან ვამბობდი რომ მათი პიროვნებები ჩემთვის უინტერესოა ინდონეზე რომ მე მუსიკას ვაფასებ და შესაბამისად PDD არის all time ერთ-ერთი უდიდესი პროდიუსერი, აღმასრულებელი პროდიუსერი და რაც თავია visionary რა. მაგტიპმა ბიგი ჩოლებად გვაჩუქარა, ბიგი იყო underground ტიპი, რომელიც ძალიან ხისტად ისმინებოდა, ვერაზოს ვერ გახდებოდა კომერციული მასტი და აი ამ ტიპს Puff Daddy-მ ამოუდო ჩვენს მიერ წეგან ახსენები R&B-ს ესთეტიკა, აი მთელი Bad Boy Records-ის ესთეტიკა არის R&B production-ი რა და აი ამ რბილ კარაქივით production-ზე რომ ეს მკვლელი MC შეხტა, მივიღეთ რაღაც უნიკალური შერწყმა, რომელიც გვაჩუქა PDD-მ. შენ რას ფიქრობ, ვინ დაბრიდა Tupac-ი? არ ფიქრობ მაგაზე. შენია. Whatever. ამშულობა. შეიძლება რომ ის არა, უბრალოდ თუ არა აუდიტორია ხო ვიცი რომ ვერავინ დაამტკიცებს. აი pop music-ში მუშაობისას მე და ლექსომ ვიმუშაოთ სტატიაზე, სადაც გავედით ამ კიფი დიზე, რომელიც ეგ ხდებოდა 2019 წელს და აი ეს კიფი დი 2024-ში თუ 25-ში დაიჭირეს. ანუ ჩვენ დავწერეთ ეგ ყველაფერი 5 წლით ადრე და 2024-ში ამერიკულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ის ტიპი, ვინც ჩვენ 5 წლის წინ დავწერეთ და გამოვიძიეთ. მაგრამ ფაქტია რომ ამას დაკვეთა ექნებოდა, ხო? აი მაგით ეგ იმდენად ის არის რა, ანუ ვერ გავიგებ ჩვენ რომ თუ არ შეიძლება government იყო შეიძლება PDD-ს იყო შეიძლება რა ვიცი ვიღაცები ამ საერთოდ მასონები იყვნენ და მელიან ანუ რა აზრი აქვს მაგაზე მსჯელობას მიხვდი არა აზრი ყოველთვის იქნება იმიტომ რომ ეს უკვდავი თემა არ გვაქვს ხელშესახები ფაქტები როგორც თვითონ უკვდავია ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ჩვენი თეორიების დონეზე ვისაუბროთ მიხვდი ჩვენ რა გგონია და თუ საინტერესო არის მე რა მგონია მაშინ ვიტყვი რომ ეს არის მაგას გეკითხები ეს არის
იქნებოდა დიდი ჩემი აზრით არც B.I.G. არა, ჰიპ-ჰოპი არ არის რა, მოკლედ თუფაკის სიმღერელი. მე მგონია რომ უფაკი უფრო მაღალი. კი მთავრობის დონეზე მგონია ეგ თემა, იმიტომ რომ ტიპი იმდენად ahead of time იყო, რომ მაგ ყველაფრისთვის თვითონ აფრო-ამერიკული ნაცია არ იყო მზად და ეგ მესიჯები რომელსაც თუფაკი აგზავნიდა და უგზავნიდა იმ ნიადაგს, რომელიც მზად არ არის არათუ მორალურად განვითარებით ამ ყველაფრისთვის ეს შეუქმნიდა სახელმწიფოს ძალიან დიდ პრობლემას. და ტიპი იყო 25 წლის თო. ხო. მოვლენა რა. ფილოსოფია. 24 თუ რაღაც სიგიჟე. წარმოიდგინე. 24-ისო ვიყავი ისო გარაკიან გურჯა. აი სანამ უკვე იმებზე გადავალთ ამ ალბომ რეკომენდაციების თემაზე. მინდა რომ აი ჩემ ფავორიტ თემას შევეხოთ რა, აი ტრეპზე მაინტერესებს შენი აზრი. საერთოდ დიდი გავლენა მოახდინა ეხლა ბოლო წლებში ტრეპი მოიხოდა, მამბლს მოიხოდა რაღაცები და მე მაგალითად ტრეპის ძალიან ხშირი მომხმარებელი კი არა, მსმენელი ვარ. Young Thug-ის ფანი ვარ, ვინც იცის, შენც უკვე იცი. მეც ძალიან ხშირად უსმენ ტრეპს. ბიჭო, აი არ ვიცი რა უცნაური მომენტია, მაგრამ არის რაღაც. ოღონდ ძველ ტრეპს. ხო. 11 წელია კაც უსმენ, არ მომბეზრებია თო და აი არ მბეზდება, სუგუს ბამპს მაძლევს თო. აი მგონია რომ ერთი mixtape, აი ის რა mixtape-ს მე ვასება ხო, რომ ჩავრთავთ აგერის. აი მაჟრიალებს თო. ბიჭო, ერთი მიზეზი არ მაქვს გითხრა რომ აი მაგას ნუ აკეთებ, ან მაგას არ უნდა გიშევოდოთ დაგას მუსიკა. That's okay, ანუ ეგრე უნდა კანას უეჭო. პროსტა აი რა სულ მიკვირს, ხო? შენს გექნება დაწმებული რომ ეგეთი ვინმე არტისტზე რა. და თვითონ აი ეს პროცესი მიყვარს, ეს პროცესი, აი ეს მდგომარეობა, რაც ხდება რა ადამიანში. მაგას განვიხილავ ყველასთან. ნებისმიერი პროფესიის, აი ფილოსოფოსების ჯდარანა და რა შეგრძნებას გაძლევს მუსიკა? ხო, და აი რას ეხება ჩვენში, ისეც რომ აი მე ჟრიალი მეწყება. დაწყებული ფილოსოფოსი და ქიმიური მოვლენები მიდის. შენი აზრით, აი შენი გადმოსახედით, რატომ ეხება ვიღაც არტისტი და რატო არ მეხება ვიღაც არტისტი? აი სულ ყოველთვის მაგას ვეძიები ხოლმე და ძალიან ალტერნატიული პასუხები არსებობს, მაგრამ აიც რაღაცა ერთზე გავდივართ ხოლმე რა, სიღრმისეულში რო შევალთ ხოლმე. გიფიქრია მაგაზე, აი რატომ ეხება სიტყვაზე? პირობითად ლამარი. თან უმეტეს თუ ტექსტს არ მივახსენოთ დიდ ყურადღებას, ხო? ხო. მაგრამ შეიძლება რაღაცა ტექსტის სიტყვაც შეგეხოს, აი რაღაცეები. მე აი ესეც სიღრმისეულ დონეზე უყვე, ეს ახლა უშუალოდ იმიტომ რომ აი თვითშემსწრებით ყავდები ხოლმე და აი ჩემ თავის შეცნობის პროცესში სულ აკვირდები რატო მომწონს. პროსტა მომწონს და მაჟრიალებს არა. აი უკვე რო ცოტა ასაკი მომემატა და ადრე უსმენდი ჩისტა აი ამ გასტროლების მომენტში. ეხლა უკვე სხვა ანალიზით უყურებ და მაინც მაჟრიალებს. აი, მიხდი ხო რა ფენომენზე მახსაუბარი რა. მაგრამ სიმართლე რო გითხრა, ეგ მგონი რომ სხვა პროფესიის ხალხის პრეროგატივა არის. არა, თავისთავად შენი აზრი მაინტერესებდა რა, ამ ფენომენზე როგორც მსმენელისთან ძალიან სიღრმისეული მსმენელი. ოკეი. თავიდან რო დავიწყო, ტრეპი ძალიან მიყვარს, მათ შორის თაგასაც უსმენ, არა ისე როგორც შენ. ფიუჩერს მიყვარს, ანუ ტრევისიც მიყვარს და ასე შემდეგ რა, რაც კარგია, ყველაფერი მიყვარს. მაგრამ ტრეპი ჩემთვის არის პირველ რიგში 90-იანების მემფისი, სადაც დაიბადა ეგ ყველაფერი. იდეაში ტრეპს სამი ფაზა აქვს. 90-იანები, სადაც ინოვაცია მოხდა. 2000-იანები, სადაც აი ეს ტრეპი ფორმირდა, რომელიც მე უკვე 2010-იანებში მივიღეთ. და ეს ყველაფერი დაიწყო 90-იანებში მემფისში, რეგიონში, სადაც ყველაზე გვიან გავრცელდა ჰიპ-ჰოპი. და ჩემს მიერ პოდკასტის დასაწყისში ნახსენებმა Africa Bambaatam ჩაიტანა ჰიუსტონში 87 წელს ჰიპ-ჰოპი. როცა, რავი, აღმოსავლეთში, ნიუ-იორკში, მექაში 73 წელს ვიწყებთ ჰიპ-ჰოპს, ჰიუსტონში ვიწყებთ 15 წლის მერე. და მალევე იბადე, ანუ პირველივე ტალღა ფაქტიურად ჩათვალე, რომ იყო ტრეპი. მემფისში არ არსებობდა არანაირი მუსიკალური ინდუსტრია, არ არსებობდა კომერცია, რა როგორ მუშაობს, სტუდიებთან არ იყო წვდომა და ასე შემდეგ. უბრალოდ ტრეპ ჰაუსებში მიდიოდა, რავი, გულაობა და აი სლაბო მანაბ ის ხსენებს Juicy J
ტიპი, რომელმაც 11 კლასში დაწერა ტრეკი, აი ეგ ყველაფერი იყო აი პოპულარიზაციის მომტანი აი ამ ჟანრის, იმ პირველი ეტაპების დონეზე აი ამ ჟანრის რა. ძალიან მიყვარს ეგ ტრეფი და მოდი რადგან რეკომენდაციებიც გვიწერია თუ შეგვიძლია ეს მე გადავდოთ და ეხა შენ კითხვას დაუბრუნდები. და ბოდიში აი ის კითხვა შეიძლება გამოგრჩა მაგაზე პასუხი რომ აი ეს გავლენა რა, რასაც ეს რეპერები ახდენენ ახალგაზრდებზე რა, ნარკოტიკები გინდა. აი ეხლა გიპასუხებ ორ კითხვაზე, მაგ გავლენაზე და თუ რას ახდენს მუსიკა ჩვარდა რაღაცეები. მე არ მგონია რომ კონკრეტულად ამერიკაში ეგ მსმენელზე დიდ გავლენას ახდენდეს, იმიტომ რომ ეგ ყველაფერი მათი რეალობა არის, შესაბამისად ეგ რეალობა ისევე არის Young Thug-ისთვის რეალობა, როგორც აბსოლუტურად no name 14 წლის ტიპისთვის რა. მან ხველების წამლის მოპოვება არანაირი პრობლემა არ არის რა. კი, იმიტომ რომ ნახე, იქ თვითონ თაგერი რო იყო კორძე, რიკო კეისი რო დაიჭირეს. პირობა დაადებინეს ტიპს, რომ მე ინფლუენსი მაქვს ბავშვებზე და მე ესე აღარ მოვიქცევი რა. ანუ თვითონ court judge-მა გაუგეთა ეგ. აი, გონეთიდან გამოწეული ამბავი. ხო. კი, აბსოლუტურად, იმიტომ რომ თან არადა მეორე მხრივ ხედავ თაგას ლაინს ხო? Men and living ამერიკაში so bad იარაღის can to push up from a million. ამერიკაში იარაღის ფლობა ხო მოსულა. თუ სწორად ვიცი კანონი. ფლობა მგონი ტარებას. ნახე, ჯერ სახელმწიფო მაგის უფლებას გაძლევს, რომ შენ შეგიძლია განქონდეს მინიმუმ კაი ტარება არ მოსულა, სახში გააქვს. ადვილი მოსაპოვებელია ხველების წამალი, რომელიც საბოლოოდ კოდეინად გარდაიქმნება. ანახე თაგარაში მჭირდებათო. მე გავდივარ უბანში და ყოველდღე ვხედავ უბანში, რომ ტიპები მაგ ლაიფსტაილს ცხოვრობენ. ანუ თაგას რომანტიზირება მე ვაფშე არ მჭირდება იმისთვის, რომ აი ყველაფერი გავაკეთო, იმიტომ რომ მანდუე ჩემი მეზობელი ახდენს მანამდე გავლენას შემზე. მიხდი და აი ამ კუთხით მე არ მგონია, რომ რაღაც ტრაგიკულია მაგ ყველაფერში. და სხვათა შორის აი რიკო კეისი რო გავაგზავნო და თაგას აი ეგ ტექსტები რო ჯაჯმა მოთხოვა ახალგაზრდა თაობებს მსგავსი გავლენა ისე ეს აღარ მოახდინოთ. ეხლა Young Thug-ამ, Killer Mike-მა და მგონი TP არის მესამე შეიტანეს მოთხოვნა თუ სარჩელი არ ვიცი როგორ ქვია სასამართლოში, რომ კომპოზიციებში გამოყენებული ტექსტები არ გამოიყენებოდეს სასამართლოსგან ჩემივე საწინააღმდეგოდ. აუ ძალიან კაი სარჩელია. მაგრამ ეგ ცოტა ანუ ხო ხტები, ანუ ალბათ ამას ტიპს ქონდა ისა. თაგას იმენა ქონდა, რომ მაიცა I never killed anybody but I got to do something with the body რა. ანუ ტიპს ტრუპი ყავდა. და ამაზე რეპავდა. ეს როგორ შეიძლება არ გამოიყენო? მიუხედავად იმისა, რომ მისი ფანი ვარ. მე მგონია რომ ამ შემთხვევაში არტისტები ცოტა კომპრომისზე მიდიან და შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ის რომ ჩემი ტექსტები შეიძლება ყოველთვის რეალობას არ აღწერდეს. და ამ ფაქტებში კიდე გამოიკვეთა და კიდე გამოიკვეთა ძალიან ბევრი სნიჩი. ეს სნიჩობა ჩვენ ენაზე ბოზობა, ჩვენ ენაზე ბოზობა, იმათ ენაზე სნიჩობა. სულ იყო ეგ სნიჩობა. ანუ რავი 50 cents-ს კი მაგას ვაზრობენ, აი ახლა სნიჩიაო რა. რავი TP-ზე ვისთან მიმართებაშია 50 სნიჩი. ბიჭო, ნახე, ეგეთი კონკრეტული პონტი არ არის, რომ ვიღაც კონკრეტულად ვიღაცის მიმართ უნდა იყო, მაგრამ შენ ხარ სამართალდამცავებთან შეკრული, რომ აკეთო ისასაც აკეთებ. აი TP-ზე ბაზრობენ. ანუ ხო რა, თანამშრომლობა რა. თანამშრომლობა პოლიციასთან, რომელიც მერე გაძლევს რაღაცეების უფლებას რა. აი TI-ზე არის ეხა ერთი ამბები, რომ კი, აი ეხლა ერთი, ანუ ეხა TI უშვებს ბოლო ალბომს, რომელსაც არ მჯერა რომ ბოლოა, ეგ უბრალოდ პრომოუშენია და ანუ მარკეტინგად აირჩია ეხლა 50 cent-ან ბიფი რა და არის ერთი ამბები იქ რა ამერიკაში და ამ TI-ზე გამოდის ხალხი, აი ცოტა აი 40-50 წლის ხალხი, რომლებმაც TI კარგად იციან ვინ არის და პირველი ამბობენ რომ ანუ შენ ვიზრას ლაპარაკობ, როცა სნიჩი ხარ რა, ანუ დაგიჭირეთ შენ და ამ დაჭერის პარალელურად შენ უფლება გაქვს ატაროთ 15 იარაღი. ანუ რა ლოგიკით რა? ანუ ესე იგი შენ თანამშრომლობ პოლიციასთან, რომელიც რაღაცეების უფლებას, პრივილეგიებს გაძლევს.
მიხდი და ექს ნიჩობა რავი განას кейსიც იყო განას ნიჩობის ამბოვის განას გამო ნიჩობის ამბოვის და вообще 6ix-9-ის ნიჩობა 6ix-9-ი არ ვიცი და ეგ ეპიკია თო ეგ გასხმა ბიჭო ეგ იყო გადატრიალება რა აი მაგ кейსმა მე ვფიქრობ არა საქართველოში სოფლიოში რა იგივე ამერიკის პონჩი დათესა ის რომ სნიჩინგი ეგეთ ცუდი არ არის რა და вообще 6ix-9-ი რა სუბჟანრი რა ქვეჟანრი ანუ განგსტერ მოდი ჩვენ დროს სნიჩ-9-ის უდა 6ix-9-ის სნიჩ-9 ბიჭო არაფერი რაღაც იმენა შეთითხნილი პონტია რა მოდი გადავიდეთ ახლა ფავორიტ სუბკულტურებზე, ეპოქებზე, ლოკაციებზე, არტისტებზე, რავი, ალბომები, რეკომენდაციები. აი მოდი გავაგრძელოთ ტრეფის საუბრით და ზუსტად მანდ კი, და ბარემ რიჩომი ქვანიც მოვიგონოთ, ცხოვნა იყოს. და ჩემი ქვანი დაიბრიდა, ხო, 1-2-3 წლის წინ. ნარკოტიკის პერედოზმა დაბრიდა რა, ნარკოტიკი, კაროჩი, ძალიან ბევრი ნარკოტიკი აურია და გაიპარა რა. ძალიან მაგარი კაცია, აი როგორ მევასება, იცი? ბიჭო, ცალკეც მევასებოდა და დუოშიც მევასებოდა. კი, აი ძალიან მაგარი ფლეივა აქვს რა. კი, ფლეივა. და ეგ და თაგა იყო აი როგორი დუო, იცი? აი ყველი და პური რა. კი. Rich Gang-ი ძალიან კაი იყო რა. ძალიან. ხო, Rich Gang-ის დროს არიან. კი, და აი დღემდეც, აი არ ვიცი, აი სამი კაცი ვართ, მე მგონი მეოთხე შენ იქნები, ვინც მაგას უსმენთ რა. Rich Gang 2014 თუმცა სიმართლეს ვიტყვი რომ Birdman-მა მიმიყვანა Rich Gang-ში და არა Rich-ომი მან Birdman-ი რო არა ეს ყველაფერი არ შეიკრებოდა რა ტიპი იმენა მიქელანჯელო ხატავს ტიპებს საოცრება შეიქმნა და ყოველთვის ყველგან ვახსენებ თუ სადმე რეპერი Birdman-ი არის უნიკალური რეპთან ჰიპ-ჰოპთან კავშირი ვინც აქვს ყველასთან ვახსენებ Birdman-ი არის უნიკალური ადამიანი აი ხო ისი აქ წაქცეულებს რო უსხავენ მე მაგას უსხავ ეგრე წაქცეული დავასხი ჩემ ერთ-ერთ სელექციაზე პირველ რიგში ეგ ქართულობაში ჯდება ჩვენ კულტურაში როცა წინა პრეპს ვიგონიებთ მეორე ეგ ჰიპ-ჰოპში ზუსტად იგივე კონტექსტში ჯდება და როცა Make J Dilla-ს ტრეკი მქონდა ჩართული როცა Make Pimp-ის ტრეკი მქონდა ჩართული და ორივე ვახსენე Rest in Peace Pimp-ი Rest in Peace JD და ვახსენეთ ჩვენი პატარა მეგობარი Rest in Peace Sandro რომელიც ჰიპ-ჰოპში ძალიან კარგად ერკვეოდა და მე მისი დიდი იმედი მქონდა Sandro კვიცინაშვილი ხსოვნა იყოს მისი აი ესე pouring up რასაც ნიშნავს აი ეგ გავაკეთე მე მაგის გამო დედაინიდან გამომაგდეს და შევეცი დედაენას აი მაგის გამო რაპონჩი გააკეთეს ეგ და უკულტურობა რა that's okay რა კი, მაგრამ მესმის კი, ანუ ისე რა რაღაცეები არის, რომ ჩვენთან თითქოს ვერ ანუ იცი რა არის, განა ვერ იგებ. არავინ არ გთხოვს შენ რაღაც იცოდე ისე, როგორც იცის სხვამ. აი მე პურს რომ მე პური აცხობს, შენ მაგდენი არ მოგეთხოვება, ხო გვერდით ტიპს, პურის ცხობაში. და მოდი ვაცადოთ მე პურის გამოცხობა და შენ თუ მე რამე არ მოგეწონა, შენი ინტელექტით აღქმული რამე არ მოგეწონა. და იმას სხვა ინტელექტი აქვს და ისე იმიტომ იქცევა. აი აცადე პერფორმანსი და აი მაგ ყველაფრის მერე, ანუ რავი, შეგნებული ხალხი ვარ და ყველაფერზე დავლაგდებით. მაგრამ შუა პერფორმანსში იმენა fuck it. კი, 100%-იანი ხარ ძმაო რა. ხო, რაც შეეხება ფავორიტ სუბკულტურებს. ხო, გადავიდეთ პრინციპში. ბიჭო, აი 90-იანების ტრეპი მიყვარს ძალიან. Tommy Wright მესამა მიყვარს ძალიან. შენ რო დამილინკე ძალიან. Tommy Wright მესამა მიყვარს. განსაკუთრებით ამ გოგოს ვერსია. Princess Loco, my nigga. Rest in peace Princess Loco ასევე. ძალიან მევასება მთელი ეგ სუბკულტურა, მევასება Gangsta Black, მევასება 3-6 Mafia, მევასება 3-6 Mafias. Where is the body? იცი სად არის გალოუკებიო მოსაწევისო? ვაიმე რა ტრეკია. მევასება Project Pat. Where is the bud? ეგ ტრეკი მე ჩარტი. მევასება Kingpin, Skinny Pimp, მევასება Shouty Pimp, ინოვატორები და ვისაც 3-6 Mafia გევასებათ, რომელიც Plangmani არის მაგ მუსიკის, გირჩევ რომ მოусმინო Shouty Pimps, მოусმინო Kingpin, Skinny Pimps, ტიპს აქვს რა flavor ფსევდონიმში ხვდები? კი, აფრიკელები რო ჩითავენ ხოლმე იმის გადო. მაგრამ იუოჭული მინდა ვახსენო
კონტექსტი მინდა თან შევკრა რა. აუცილებლად მინდა ვახსენო DJ Screw, Houston-ი, Screwed Up Click. ინოვატორი კაცი, აბსოლუტურად უალტერნატივო მუსიკის ავტორი. ანუ უბრალოდ მეორე არ არსებობს რა. ანუ აი ხო არის Lil Wayne და მე Lil Wayne-მა წარმოშო Thug-ა მაგალითად. აი DJ Screw ვერავინ ვერ დააკოპირა რა. იმიტომ რომ მის მთელი უნიკალურობა იყო მის ხელწერაში, ტემპში, პიჩში და ზოგადად ხედვაში მუსიკის. მე თუ გინდა პირადად ამაზე კიდევ ვისაუბროთ, რაღაცებს დაგიტოვებ, გაგიცვლი ის. მაგრამ ნახე კონტექსტი ვახსენე წერან. და ჩემ ორ ფავორიტ სუბკულტურაზე ვიბაზრე. პირველი 90-იანების Memphis-ი ტრეპი და მეორე 90-იანების Houston-ი DJ Screw. ეს ორი მუსიკა განკარგავს დღევანდელ მეინსტრიმს. აი დღეს მეინსტრიმში რაც გვესმის, ამ ორ მუსიკაზე დგას და აი ჩემი სემინარების ფარგლებში მე მინდა სწორედ აი ეს ვანახო ხალხს, შენი საყვარელი სხვადასხვა ლოკაციებზე ვატარებდი, მაგრამ ეხა როგორც გითხარი, ყველაფერი გაჩერებული მაქვს, იმიტომ რომ ჩემი სივრცის ამოქოქვას ველოდები, რომ ყველაფერი და ეგეც რომ დავანონსოთ ხალხს რა. კი, ბოლოსკენ ეგებს ვთქვა. კი, რა თქმა უნდა. და აი არიჩქარო. ეს ორი ჟანრი 90-იანებში წარმოშობილი ჟანრი ხალხო არის ის რაც თქვენ ახლა გესმით მეინსტრიმში. ოღონდ გესმით შედარებით ახლებლურად და ანუ გული მწყდება რომ ნაწილს ვისაც აი ეგ მუსიკა ძალიან უყვარს, მაგალითად თანამედროვე ტრეპი, იგივე Thug-ა, იგივე Future, Travis-ი, ეგ ხალხი გაზრდილია DJ Screw-ზე, გაზრდილია აი 90-იანების ტრეპზე, Memphis-ზე და ანუ უბრალოდ ნახეთ ეგ ყველაფერი და ანუ მე გაიგებთ მუსიკა რა არის რა. ანუ აი ეგ არის პირველ წყარო აი ამ ეგენი არიან ინოვატორები. ეს ხალხი 2010-იანებში რაც დაიწყო, ამ ხალხმა ეს ინოვაცია რაღაცნაირად გადაწერა თავის ხელწერაში რა, მიხვდი, მაგრამ აბსოლუტურად წარმოშობილი არის იქ, ანუ იქ გაჩნდა პირველ. აი როგორც Kraftwerk-მა დაბადა ელექტრონული მუსიკა, ისექნა და ჯორჯო მოროდიორმა ისექნა ეგ ყველაფერი Tommy White-მა, Memphis-მა, DJ Screw და ასე შემდეგ რა. და მე შემოიზილა აქ ატლანტა და რაღაც. კი, და მე ვცდილობ, რომ აი DJ Screw-ზე მაგალითად მქონდა სემინარი და ვცდილობ, რომ ეს ინტელექტი ამ დონეზე გავავრცელო, რაღაც 3-4 საათიან სემინარში, სადაც ესე ვერბალურად ვსაუბრობთ, ამის პარალელურად სელექციაზე ვბაუნსობთ, Nod Your Head და ასე შემდეგ. მქონდა Trapped-ზე, 90-იანების Trapped-ზე, როგორ დაიბადა ეგ ყველაფერი, როგორ განვითარდა ეგ ყველაფერი. და აი ამ ფორმებს ვცდილობ ინტელექტის გავრცელებას. ძალიან კაია და ასევე აი სულ მინდა რომ აი რამდენად რეალისტურია რომ აი საქართველოს სიტყვაზე ეს უცებ რომ ჩაკითხვის პუნქტი თორე ამ კონტექსტს არ აუცდები. აი ის კულტურის ნაწილი ხო არის რომ სიტყვაზე აი ბებიჩ აი რაღაცა ეგეთი სლენგები აი როგორ შეიძლება სიტყვაზე აქ ქალთან პრინციპ პროსტა მარტო ამ მაგალითს ვიკითხავ რომ აი გოგოსთან მაგალითად გოგოსთან ურთიერთობაში რომ დაუძახო ჩემო ცუდო ბოზო და არა ანუ თუ ბოზია რა პრობლემაა დაუძახებ ოღონდ ისე რომ ამან არ მიიღოს ხთები კულტურა რამხელა მიხთვილი ნახე ეს ხო კულტურის ნაწილია ბებიჩ საკმადი არა მე ვფიქრობ რომ ეგ ცხოვრების ნაწილია და არა კულტურის ნახე ხო მეც მანდავა პრობლემა რა არის იცი როცა შენ ვინმე ტიპს დამსახურებლად მიმართავ რომ ის მან bad bitch არის და ანუ რეალობას აღწერ თუ ეს რაღაც მოსული ან არ მოსული არის ანუ აი იმ ტიპმა თავისი განსაზღვრება უნდა მიიღოს ანუ თუ შენ ხარ bitch და მე შენ გეძახი რომ bitch ხარ ანუ ოკეი მიიღე რა ანუ შენ ხო bitch ხარ ანუ რა პრობლემაა დავარქვათ ყველაფერს ის თავის სახელი რა ანუ მე ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ ხო და ანუ აქაც უკვე მე მგონი უნდა იყოს ეგრე რა მაინც კიდე გავავლენ და მოდის რაღაცა კულტურული თემები ხო არის ცხოვრება თუ ჩემ ცხოვრებაში აი ეგ გოგო არის ბიჩ ჩემი ბიჩი ანუ რა ვეძახი როგორც ჩემ ბიჩს რა ხო იმიტომ რომ იქ ამერიკაში მოსული პონტია რომ გოგოს დაუძახო შეცუდო ბოზო აქ ეგეთი რამე რო ქნა არ შეიძლება თავზე გადაგალეწონ ხო არა და თუნდაც იყოს ბიჩ ხო არა აუცილებლად ბიჩ უნდა იყოს თუ ხო აუცილებლად ბიჩ უნდა იყოს სხვა შემთხვევაში მაგრამ იმ აუცილებლად ბიჩსაც შეიძლება ძალიან არაადეკვატური რეაქცია ქონდეს ეს მისი
მისი კომპლექსია. კი, მაგრამ აი ხვდები რამდენი ესეთი დისონანსი გვაქვს ჩვენ. აი ეგ ტალახები უნდა აიტანო კაკრას რა. შენ თუ გინდა კულტურა დაამკვიდრო და გარდატეხა მოახდინო, შენ უნდა აკეთო. ანუ რაღაცა ტკივილები და ფეინები და მაზოლები უნდა იყოს რა. ყველა პონჩი ეგრე განვითარდება რა. კულტურა არ მკვიდრდება რა. კი. რო გავაგზელო ფავორიტი სუბკულტურები. რამდენიმე მინდა რომ ვახსენო კიდე. კი, for sure. აი ერთ-ერთი ყველაზე ბოლო სუბკულტურა რა, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი გახდა, არის drumless music. ანუ წარმოიდგინე, 73 წელს, როცა James Brown-ის drum breaks-ზე არის პირველი DJ-ინგის გამოვლინება DJ Kool Herc-ისგან, დრამი რამხელა მნიშვნელობას იძენს ჰიპ-ჰოპში, ხო? და მთელი, ანუ ჰიპ-ჰოპი ფაქტობრივად დრამზე იდგა. მაგრამ drumless თვითონ სიტყვა გეუბნება, რომ 2010-იანებიდან, 12-დან აგორდა underground-ში ტალღა, სადაც drums თითქმის არ იყენებენ მუსიკაში. არის ძალიან მინიმალისტური. რაბონჩი. vision, ანუ ეგ არის ხედვა. ეგეთი ხედვა აქვს ტიპებს რა და გეტყვი მიზანს. ანუ დრამო ცოტა ნიტო წარმოიდგინე. არა, ანუ მე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან soulful არის. აი აგიხს ნიპონს. დრამ გააკრეს, იმიტომ რომ მათ ტექსტს უფრო მეტი ყურადღება მიაქციო. ანუ დრამი შენ ყურადღებას იპარავს. ეხლა მარტო გამოძრავებს დრამი და შენ როცა კინომუსიკა გასემფლილი, აი რავი, კორლეონეს საუნდტრეკი გასემფლილი და ძალიან სინემატიკ ხო, ძალიან სინემატიკ სურათს მიხატავ რა. აი მანდ შენი ბაზარი, როგორ თქვა, ხდება art that kills. ხო, რა, სინემატიკარი. იკარგება თემა გამოდის რა. კი და აი, იმიტოა პოეზია ძალიან ძლიერი, რომ არაფერი ინსტრუმენტალი არ აქვს. ხო. კი. ეგ ლოგიკაა. პოეზიაში მაგიტო აქვს სიტყვას უფრო დიდი ძალა. დიდი ძალა, კი. კი, ეგ ლოგიკაა ზუსტად. და ძალიან მიყვარს ეგ სუბკულტურა, რომელიც აი დღეს იდეაში ჩვენ თვალწინ იქნება რა. დრილი გევასება? არა. არა, ვერ დამოღამე ხო? ბიჭო, როგორ გითხრა რა, ჩემთვის უბრალოდ high energetic music არის რა და როცა ბერდები everything goes slow down რა. ხო, აზეო. გამოვიარე დრილის ასაკი. ხო. ნუ ეს pop smoke-ის აფეთქება იყო და ეხაც რეალურად ჰიპ-ჰოპზე ხშირად ალბათ soul-ს უსმენ, funk-ს უსმენ, jazz-ს უსმენ, ისევ იმ აფრო-ამერიკულ მუსიკას. bossa-nova ძალიან მიყვარს, ეთნო მუსიკა, folk-ი. ანუ ჰიპ-ჰოპს აღარ უჭირავს ძირითადად ნაწილი, თუმცა ჰიპ-ჰოპ is my first love. ამის არ მოусმინო, ხო? ანუ soul მუსიკას უსმენ. ხო, 24-ში. მე აი გავართ ერთმანეთს რა და წარმოიდგინე ხა კიდე რაღაც სტატისტიკაზე უნდა მებაზრა პატარა გადახვევა რა, რომ ამდენი რეპერი არსად არის ამდენი მუსიკოსი, ამდენიც კამპტენში. არა, ეგეც და არც ერთი ჟანრი არა, სადაც ამდენი ტიპი კვდება რა. იმიტომ რომ ყველაზე გენგსტა ტიპები ვართ. ხო, რეპში რა. ხო, ანუ გაჭიროება ქუჩა. ეს არაფერი ჰაიპი არ არის და რაღაცა ეს იმენა მართლა ხდება ტიპებს გონიათ რომ ეს აქ არის რომ მე შენთან მოვალ და რაღაც ხო აქ ვინ შენთან მოვა იქ არის თუ არის Sipping Leans რო 16 წლის ქართველი ვარკეთილი ვახომ ხო აი რა პონტია რა თუ მართლა შევა მაგას ღმერთმა გაუმართლოს Drinking lean is a motherfucking thing და ნუ ხო ან მაშინ ისე უნდა შევიფუთო რომ ძალიან მაგრა ჟერდეს პროსტა და გავატარე ხო გაგიტარო რა გაგიტარო ხო კი ეხლა გადავიდეთ ხო ალბომები არტისტები რავი კი ბატონო რეკომენდაციები აუ ძალიან მიყვარს აი ხა ბოლო და მე მეც დავამატებ კი ბატონო ბოლო ტალღაზე რაც საუბრე ძალიან მიყვარს Rock Marcy ესეთი ნიუ-იორკელი რეპერი რომელიც Bass Rhymes-ის label-ში flip mode-ში იყო, მაგრამ იქ თავი ვერ იპოვა და შემდეგ აბსოლუტურად ახალი ტალღის მამა გახდა, fathered that shit. მიყვარს, ანუ ეხლა თანამედროვე ტიპებზე ვბაზრობ. მიყვარს West Side Gun-ი, მიყვარს Mikey, Big Mikey ტიპი, რომელიც 2019 წელს აი pop music-ში დავასახელე წლის ის პირველ ადგილზე და ძალიან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად როცა სიაში ჯიგა და ბევრად დიდი სახელები იყვნენ
დავინახე მაგ ტიპში ის პერსპექტივა, რაც საბოლოოდ მაიკიდან გახდა ბიგ მაიკი. კი. და ძალიან მიყვარს 90-იანების ნიუ-იორკი, Untitled Unmastered არის შედევრი ჩვეულებრივად და მადლობა LeBron James რომ Kendrick აიძულა მაგ EP-ს დაგდება To Pimp a Butterfly. არა, To Pimp a Butterfly არის ალბათ all time ერთ-ერთი უდიდესი hip-hop ალბომი, ასევე Kendrick-ი. მაგრამ მე ვცდილობ ცოტა ისეთი სახელები ვახსენო, რომლებიც სმენელს ნაკლებად ეცოდინება, ხვდები, იმიტომ რომ მეინსტრიმისადაც იცის სმენელმა და მე აღარ ვარ მან საჭირო. ძალიან მიყვარს, მიყვარს Brand Nubian, მიყვარს UGK, მიყვარს Mos Defi. აი თუ გინდათ გაიგოთ hip-hop-ი რა არის, მოусმინეთ KRS Ones. ძალიან ბევრი მიყვარს Memphis-ი მიყვარს, Houston-ი მიყვარს, New York-ი მიყვარს, abstract experimentally hip-hop-ი, Earl Sweatshirt-ი, Mikey, Domo, Genesis, ანუ ყველაფერი ძალიან იდისია იქნება, ძალიან. რაღაცები თუ მინდა ბევრი რაღაც დავიჭერე ხა და კი, გავლინკოთ, უეჭველი ჩავაგდეთ, ეხლა მეც ვიტყვი უცებ ჩემ რეკომენდაციებს და გავლინკოთ ბაზარი არ არის. ანუ მე ჩამოვთვლი ხა ისეთ სიმღერებს, რაზეც აი ფაქტიურად მაორგაზმებს რა რო იტყვიან, რა იმენა არ ვიცი რა. ხო. ნირვანაში მაგდებს. თან თუ ვარჯიშობ ახლა. Yasna Rich King-ი, Tory. Young Thug-ის mixtape-ები და არა ალბომები უფრო, აი Slime Season-ი იქნება ეს და რაღაც მსგავსი ივეშები, Rich Homie Quan-ის კომა, ან Young Thug-თან დუეტები და ძირითადად ეს ტიპები. რაღაცეები Migos-ის, ოღონდ ყველაფერი არა. Migos-ის რაღაცეები და კიდევ არა, Migos-იც კაია თავის ადგილზე. Travis Scott-ი ოღონდ ძალიან ძველი, აი Tourist ხო იცი ეგ ტრეკი. უფრო აი რომელი ტრეკი? Tourist. ტურისტი რაღაც ტურისტი კი underrated-ა ძალიან. იმიტომ რომ Travis-ი მევასებოდა ძველი. ახალი აღარ, აი Skyfall-ის Travis-ი, ეგ არის ორგაზმი ტრეკი, შეგიძლია ჩართო. Travis-ის Skyfall-ი როგორია Mariah თუ რა ქვია, I'm drunk. Maria, I'm drunk. ვაიმე. ეგ თაგას ცოლი ხო არ არის? Maria? არა, თაგას ჰა? Mand. მე მგონი ეგ არის. ანუ შეიძლება ინსპირაცია ეგ იყოს თქო, ამას ვკითხულობ. შეიძლება, ხო? და აი თაგას ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ტრეკი. Вообще სოფლიოში რაც მუსიკა შექმნილა, ჩემი საყვარელი ტრეკია Keep It Live. პროსტა ეხავს რომ მან Rich Homie-ს დისავს. I became a rich nigga, you became a snitch nigga. Bitch nigga. Yeah, whatever. ხო. Yeah. Travis-ი ძალიან მიყვარს. არდაზმები იყო. ხდება. Travis-მა მოწიას ხოთო, აი DJ-ს crew რა ძველი Travis-ი ოღონდ რა, მიხდი ხო და მეტრობუმიზე ვაფრენდი ოღონდ ძველი, ისევ თაგასპერი. ანუ 2015-16 წლები არის იმენა ოქროს ხანა ჩემთვის მაგ ატლანტა გენგში რა. აი შენ რო Yogot's Tesla. Yogari. ხო, Yogari. კიდე ვინ არის? Young Dolphy. დიდათ არ მევასება. Yagaris თაობა არის Young Dolphy. Baby-ც რაღაცეები ახალია. ხო, ახლებში ეგენი რა. Lil Baby კარგია. Lil Baby-ში იცი რა მომწონს, ანუ შეიძლება მისი მუსიკის დიდი მოწფიალე არ ვიყო. Lil Kid-იც ძალიან თესლია. იყო გარდაიცვალა. Lil Kid-ი ძალიან მაგარია რა. მე ჩაწერე. Lil Baby-ზე იცი რა დაგილინკა. მაგ ტიპში მომწონს ის, რომ ყური მის მუსიკას იჭერს როგორც mumbling-ი, ანუ მისი pronunciation-ი არ არის გამართული, ოღონდ შეგნებულად და აი პირველი ეფექტი რო გაქვს, რომ ტიპი mumble-ია, ამის პარალელურად ცოტა ყურს თუ ათხოვებ, მას ხვდები რომ that nigga spit rhymes, ანუ ძალიან spitterია რა, ანუ აი MC არის Lil Baby ჩემთვის და პირველ რიგში ამიტომ მევასება Lil Baby. მე მევასება და მაგის freestyle მე ნახეთ ხოლმე. თუმცა დიდი მოწფიალე, აუ ძალიან კაი ტრეკია. კი, ძალიან. ალბათ ჩემი ფავორიტი ტრეკია Lil Baby-ის შემთხვევაში. ძალიან თან ისეთი დუხი აქვს.
კაი, პრინციპში დღეს მოусმინეთ Slick Ricks, მოусმინეთ Grand Pubas, მოусმინეთ Lord Jamars, მოусმინეთ OCs, მოусმინეთ Bigels, მოусმინეთ Big Daddy Kanes. და YouTube-ზე ჩაწერეთ Atlanta Live. ვიდეო კამერა, როგორი ცხოვრება მიდის იქ და VR-ი გაიგეთ. VR-ი გაიგეთ. იარაღები ვარ ჩიგნით. კაი, პრინციპში დღეისთვის ეს იყო. შეიძლება რომ რა თქმა უნდა, მაკეტკენ მიმყავს, რომ ეხა შენი ანონსი გაუკეთო და ბარემ ამითი დავასრულებთ, მაგრამ მე მინდა რომ კიდე 1-2 საათი გაგრძელდეს, მაგრამ დრო შეზღუდულია და ასე რომ აბა გისმენ. ხო და აი ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობ რა. როგორც გითხარი ეს სემინარები იქნება, სელექციები იქნება თუ მათ შორის პოდკასტი და სტაბილურობის შეძენის მიზნით მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ ჩვენი პატარა, მაგრამ ჩვენი სივრცე, სადაც გავავრცელებთ ცოდნას, knowledge-ს, ინტელექტს, ესთეტიკას, სხვადასხვა აქტივობებით და მოკლედ როცა მაგ სივრცეს dream loops სახელად cause we still dreaming nigga ამოვქოქავთ მე რეალურად ანუ აღარ ვიქნები გასვლებზე აღარ მექნება სელექცია სხვაგან სხვა სივრცეში აღარ ვიქნები სხვა პოდკასტში yep they don't deserve me nigga ასე რომ მე ვდგავარი იქ და ანუ ვისაც ჰიპ-ჰოპი უყვარს და ვინც არ არის პოზერი დილეტანტი ტურისტი და გამლელი check me out Thanks brother I go by the name Flawless and spread love and spread knowledge I said if you are this nice, spread love and spread knowledge. Yeah. Word up. Abba, spread love.